მეგობრებო, მოდით პირდაპირ ვთქვათ, საქართველოში მგონი თავს არავინ გრძნობს კარგად. არც ის მათ შორის, ვინც წესით კარგად უნდა იყოს, მაგალითად, რომელიმე გამარჯვებული, ერთი აქვს ცევა, ღიმილი, ხილული პოზა და სხვა შინაგანი ხმა, არა ვარ კარგად. აი ასე იწყება მწერალ ლაშა ბუღაძის ბოლო ბლოგი რადიო თავისუფლებაზე, რომელზეც მე ცოტა მოგვიანებით მოგიყვებით. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეაქციას, რომელსაც ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს წარმოგიდგენთ მე, ჟურნალისტი ინგა გრიგოლია. ვიდრე მთავარ პოლიტიკურ თემაზე გადავალ, გადაცემა მინდა გავხსნა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მედია მონიტორინგის შედეგებით, რომელიც არჩევნების გაშუქებას ეხება 2016-2018 წლებში. დოკუმენტში წერია, რომ საქართველოს მედიაში შეიმჩნევა მზარდი პოლარიზება და პოლიტიკური მიკერძოება არჩევნების გაშუქებისას. დასკვნის მიხედვით, ამ პოლარიზებულ გარემოში შედარებით დაბალანსებულად და მიუკერძოებლად გამოიყურებოდა TV პირველი და აჭარის ტელევიზია. ციტატა კვლევიდან, TV პირველი ცდილობდა მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკა წარემართა. 2016 წლიდან არხი ნელ-ნელა პროგრესირდა და ცდილობდა საარჩევნო სუბიექტების თანაბრად გაშუქებას. 3 წლის განმავლობაში არ იგრძნობოდა რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ დადებითი ან უარყოფითი განწყობა. არხი არ ერიდებოდა მმართველი ძალის მიმართ კრიტიკული შინაარსის მასალების ეთერში გაშვებას. თუმცა ამავე დასკვნაში წერია, რომ TV პირველი ვერ ახერხებდა ძლიერი კონკურენციის გაწევას რუსთავი 2-სა და იმედისთვის და შესაბამისად უჭირდა ამ პოლარიზებულ გარემოში დაბალანსებული მიუკერძოებელი მაუწყებლის სივრცის სრული დაკავება და არჩევნების გაშუქებისას ნაკლები იყო ამომრჩევლის მრავალმხრივი ინფორმირებისკენ მიმართული სიღრმისეული სიუჟეტები. რასაც ჩვენ TV პირველის გუნდი იმით ხსნით, რომ ჯერ ძალიან პატარა ტექნიკური შესაძლებლობებით მუშაობდა იმედია შემდეგი არჩევნებისას გვექნება საშუალება მოვიცვათ საქართველოს ყველა წერტილი და კიდევ უფრო მეტად მოვახერხოთ მაყურებლის სიღრმისეულად ინფორმირება. კვლევაში წერია, რომ სიუჟეტებთან შედარებით ძლიერად გამოიყურებოდა TV პირველის თოქ-შოუები, რომელიც ყოველ სამუშაო დღეს გადის ეთერში, რომ არხი ახერხებდა ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლის სტუდიაში მოყვანას და მწვავე კითხვების დასმას. ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამის მედია მონიტორინგის ინტერესს წარმოადგენდა ასევე კანდიდატთა გაშუქების ტონი მეორე ტურის პერიოდში 29 ოქტომბრიდან 27 ნოემბრამდე. TV პირველმა ორი კანდიდატის გაშუქებისას თანაბრად გამოიყენა დადებითი, ნეიტრალური და უარყოფითი გაშუქების ტონი. დაბალანსებული გაშუქება კი ზუსტად ასე გამოიყურება. გაშუქების დადებითი ტონი სალომე ზურაბიშვილი 7%, გრიგოლ ვაშაძე 4%, ნეიტრალური ტონი სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე თანაბრად 81%, უარყოფითი ტონი კი თითქმის იდენტურია, სალომე ზურაბიშვილი 13%, გრიგოლ ვაშაძე 14%. ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის მედია მონიტორინგის ეს შედეგები ჩვენი ახალგაზრდა ტელევიზიისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. მით უფრო იმ ფონზე, რომ ბოლო პერიოდში აშკარად გააქტიურდნენ TV პირველის მიმართ ბრალდებებში გარკვეული ჯგუფები, რომლებსაც უნდა დაგვადანაშაულო, რომ ჩვენ ვინმე სასარგებლოდ ან ვინმე საწინააღმდეგოდ მუშაობთ. დღეს დიანა ტრაპაიძემ ეთერში იხუმრა კიდეც, ზოგს უნდა დაგვაბრალოს, რომ რუსთავის 3 ვართო, ზოგს კი უნდა დაგვაბრალოს, რომ იმედი 5-ო. აი თქვენ კი, ვინც ჩვენი მუშაობის მიღმა პოლიტიკურ αφილაციებს ეძებთ, შეგიძლიათ კიდევ ერთხელ გაეცნოთ ამ შეფასებას, თუ როგორ მუშაობდა TV პირველი არჩევნების გაშუქებისას და არა მხოლოდ ამ არჩევნებზე, არამედ 2016 წლიდან. არ მგონია ვინმე შეხსენება სჭირდებოდეს, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ ტელევიზიის ერთადერთი ფუნქცია გააშუქოს ყველაფერი, მოგწონთ ესა თუ ის მოვლენა თუ არა. გააშუქოს ყველა რესპონდენტის პოზიცია, ეთანხმებით ამ პოზიციას თუ არა. მოგითხროთ ყველა ამბავი, რაც არ უნდა ნერვებს გიშლიდეთ ეს ამბები. რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს ან მათ მხარდამჭერებს. ჟურნალისტების ფუნქციაა დასვან ყველა კითხვა, მათ შორის ძალიან მწვავეც და დამიჯერეთ. რესპონდენტისთვის, პოლიტიკოსებისთვის ეს შანსი არის საუკეთესო, რომ პასუხი გასცეს ყველა კითხვას, რაც საზოგადოებაში არსებობს მის მიმართ. რაც უფრო კრიტიკულია ჟურნალისტის შეკითხვა, მით უფრო დიდი შანსი ეძლევათ პოლიტიკოსებს საკუთარი არგუმენტებით მოუთხრონ საკუთარი სიმართლე ამომრჩევლებს. დამიჯერეთ. თუ რამეში დამარწმუნა ჩემმა პროფესია მისაა, რომ კრიტიკა არის რაღაც წამალივით პოლიტიკოსებისთვის და ამის საპირისპიროდ მომწამლელი შხამივითაა, შეიძლება ითქვას ციანიდივითაა ქებადიდება. თუ გსურთ, რომ თქვენი ფავორიტი პოლიტიკური ჯგუფი იყოს ძლიერი, რაც შეიძლება
შეიძლება ხშირად უნდა დაუსვან მათ კრიტიკული შეკითხვები და რაც შეიძლება ნაკლები უნდა აქონ და ისინიც მუდამ ინფორმაში იქნებიან, როგორშიც თქვენ გსურთ მათი ხილვა, ასე რომ შეკითხვებს ყოველთვის დავსვამთ, მათ შორის ძალიან მწვავესაც, ძალიან კრიტიკულსაც და ძალიან ობიექტურსაც. სწორედ ამგვარი მუშაობის გამო გახდა სანდო და ობიექტური ეს პატარა ისტორიის არხი. არავის სასარგებლოდ, არავის საწინააღმდეგოდ. ეს TV პირველია, დღეს ეს შეხსენება განსაკუთრებით დასჭირდა დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს TV პირველის გადამღებ ჯგუფს, უმრავლესობის დეპუტატმა კამერა დაუზიანა, დეპუტატის გაღიზიანება ჩვენი ჟურნალისტის კითხვამ გამოიწვია, თუ რატომ არ ესწრებოდა ბატონ ჯაფარიძე გუშინდელს ხდომას, სადაც ბიუჯეტის განხილვა მიმდინარეობდა და მისი დამტკიცება ვერ მოხერხდა, რადგან საკმარისი კვორუმი არ იყო. გაცდენის მიზეზად დეპუტატმა ცუდად ყოფნა დაასახელა და აღნიშნა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია წინასწარ მიაწოდა კოლეგებს. მას შემდეგ კი რაც TV პირველის ჟურნალისტმა მას დამატებითი კითხვები დაუსვა, დეპუტატმა ჯაფარიძემ ჩვენი გადამღები ჯგუფის კამერა დააზიანა. ისეთ გამგმართოთ მიზეზი, რატომ არ ესწრებოდით ხდომას? ავათება. იცოდნენ თქვენმა კოლეგებმა ამის შესახებ? იყვნენ საქმის კურსში? ზოგადად როგორ ახასებთ იმას, რომ გუშინ ჩაიშალა კენჭის რესპონსის და ასეთ მნიშვნელოვან დოკუმენტს ვერ ეყარა კენჭი, შეგიძლიათ გითხრათ? ხდომის ჩასვლა რო კარგი არ არის, არიცით? დიახ, მაგრამ ანუ ეს ხომ არ არის პირველი შემთხვევით წამოწევ. არა, ბატონო ვიქტორ, ბასნი, ერთი წუთი. ბატონო ვიქტორ, ეს რანაირი ქცევა ვერ გავიგე. ხო, გეკითხებით ძალიან ზრდილობია. რა გაინტერესებთ, მითხარი? გეკითხებით. არ ვიყავით ხო, გავაცდინე, ავათ ვიყავი. რა გაინტერესებთ? ზოგადად როგორ აფასებთ? სუდად ვაფასებ. კიდე როგორ გაინტერესებთ? სუდად ვაფასებ. არა, მათ წინააღმდეგ უნდა გატარდეს. იცოდნენ თუ არა თქვენმა კოლეგებმა და წინასწარ იყვნენ თუ არა? რა თქმა უნდა. კი ბატონო. აბა რა გაინტერესებთ? კიდე რა გაინტერესებთ? აბა რა არის ხო? ხო, რა საჭირო აგრესია ხო? რა აგრესია? რა არის? ეხა მიპასუხეთ, წაღალ ხო ამე? რას დამდევს აბა იმასავით რა? მე მოვედი ზრდილობიანად გეკითხე. მეც გითხარი ზრდილობიანად, ავათ ვიყავით ხო? კიდევ გავიმეორებ, რაც წეღან თქვი, დეპუტატებო, პოლიტიკოსებო და მხარდამჭერებო, ნუ გვეჭხუბებით. შეკითხვის დასმა არის ჩვენი ვალდებულება და ძალიან უხერხულად გამოიყურება, როცა პოლიტიკოსი ამის საპასუხო ტექნიკას გიზიანებს ან თავდასხმაზე გადმოდის, რამდენადაც ვიცი, ტელეფონით ხაზზე უნდა გყავდეს, ეხლა სწორედ დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე, მე მას მივესალმები, არის თუ არა კავშირი. ბატონო ვიქტორ. ძალიან არასასიამოვნო იყო ის კადრები, რაც ეხლა ჩვენმა მაყურებელმა იხილა, ბატონო ვიქტორ, რაღაც ისეთი უფასო რჩევასავით გამომივიდა ჩემი შესავალი პოლიტიკოსებისთვის, მაგრამ დამერწმუნე ძალიან უხერხულად გამოიყურებიან პოლიტიკოსები, როცა ისე იქცევიან, როგორც ეს ჩვენ კადრებში ვნახე. თქვენ დღეს ჩვენი კამერა დააზიანეთ. აი, როგორ აგვიხსნით ამ ყველაფერს და მადლობა, რომ დამხახნით ჩართვაზე, რასაკვირველია. ქალბატონო ინგა, მოგესალმებით თქვენ, მოგესალმებით მაყურებელს. მეც რომ ცოტა უხერხულობა ვიგრძენი, ამიტომაც ვარ ზაფხულთან ჩართვაზე. მე თუ ვინმეს ვივატკინე, მომიტევეთ, რამე თუ მე ტელევიზიასთან ასოს გამოდული ყოფილვარ, ნუ არცილოს ადამიანი კულტური, მესმის მომიმეწინა, ალბათ შეიძლება დამომივიდა, მაგრამ საერთოდ მომიტევოთ. მე არ ამგონია რაიმე დანეზიანებია, გამორიცხული არ მძერაება, მაგრამ თუ რაიმე დავაზიანე, პრობლემა არ არის. მასაც ალამაზრაურებთ. ძალიან კარგი რომ მოხდა ეხლა თქვენი ჩართვა ჩვენს ეთერში, იმიტომ რომ ყველა შემთხვევაში ეს იქნებოდა უპასუხოდ დატოვებული თემა. მე ასეთი რამ მინდა კითხოთ, ბატონო ვიქტორ, რატომ ღიზიანებით ხოლმე პოლიტიკოსები, როდესაც ჟურნალისტები თუნდაც არასასიამოვნო, თუნდაც არასასურველ შეკითხვას გისვამენ? რატომ რას უკავშირდება აი ასეთი აგრესია და კამერაზე ხელით შეხება ან ჟურნალისტისთვის ასეთ აგდებულ ტონში პასუხების გაცემა. თქვენ გამოცდილი ხართ, ეს არ არის თქვენთვის პირველი მოწვევა, ხო, პარლამენტში? გეთანხმებით, ნამდვილად არ არის დაწესებული შეხვედრა ჟურნალისტებთან, ადამიანური ფაქტორი მოხდა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ,
რომ არ მომეწონა მეც, ამიტომაც ვარ დღეს და გეუბნებით რომ თუ ვინმეს გული გატკინებთ, ხოთ მომიწევოთ. კარგით, მიღებულია მოკლედ თქვენი ეს ბოდიში და მადლობა რომ საშუალება მომეწით. ქალბატონო ინგა, მე შესანიშნავად მესმის მედნის როლი, შესანიშნავად ვიცი მედნის ფასი, ასე რომ კიდევ ერთხელ გაგიმეორებ. მადლობა რომ მომეწით. ეს საშუალება რომ საზოგადოებისთვის და თქვენ ტელევიზიისთვის მეთქვა ის რაც ვიღამ. ძალიან კარგი მიღებულია მოკლედ ეს თქვენი ბოდიში. მადლობა ქალბატონო. ბატონო ვიქტორ, სანამ დაგემშვიდობებით, ბარემ აქვე დაგისვამთ კითხვას, წლის ბოლოა და მოვასწრებ ამ შეკითხვის დასმას. თქვენ იყავით ის ცნობილი დეპუტატი, რომელიც ესაუბრებოდა მირზა სუბელიანს ხორავას ქუჩის თაობაზე დაკავებულ მირზა სუბელიანს ციხეში. არის თუ არა ამ თემაზე რაიმე ახალი? კიდევ ქონდა თუ არა პროკურატურის ყოფილ დაპატიმრებულ მაღალჩინოსანთან იგივე ციხეში შეხება და უნდა ველოდოთ თუ არა კიდევ რაიმე სიახლეს თქვენი და მისი საუბრების შესახებ. ქალბატონო ინგა, მე მასვე არ შევხვედრი ვარ მირზა სუბელიანს და კიდევ რაიმე თანამდებობით ვარცხებობს, ეს უნდა გითხრათ რუსთავიორს საიდან უნდა ესა ვინაძლევთ ამ ინფორმაციას. მე ამ ჩანაწერებს არაფერი არ ვიცი. და რამდენადაც მე ვიცი საქმე არის საფუძვლი ამაზე ვინ გამოიტანა, რანაირად მოხდა ამ ჩანაწერების გასაჯაროება, არ ვიცი, ხომ არ მეშლება და თქვენ როგორ ფიქრობთ, ვისი ხელწერა იყო ეს? საიდან მოხდა? აი დრო გავიდა და ამ გადასახედი და რას მეტყვით? ქალბატონო ინგა, მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ მე ვიყავი საფრთხილეში პატიმართან მისი და მისი ოჯახის მოთხოვნით. მთავარი პრობლემა აქ არის ის, რომ პარლამენტის წევრი ვიყავი შესული საფრთხილეში პატიმართან მისივე მოთხოვნით ეს ვიღაცამ ჩაწერა და ტელეკომპანიამ გაუწოდა ის მე არ მაქვს ვალდებულება გამოსაჭეროო. ეგ არის პრობლემა, რომ ამ შემთხვევაში სამსახურის ტელეკომპანია მას სენსაცია აინტერესებდა მხოლოდ. და დღესაც არის ეს შეკითხვა. treba თქვენ მეწოდანაც. ვინ ჩაწერა პარლამენტის წევრი? ეგ არის მთავარი პრობლემა. და როგორ მოხდა მათ ხელში? კარგით, მადლობა დიდი, ეს იყო ვიქტორ ჯაფარიძე, მე მას ვემშვიდობები და სანამ დიდი მადლობა ქალბატონო. კარგად ბრძანდებოდეთ, დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში და მე მინდა რომ ჩემს ახალგაზრდა კოლეგას, ვისაც შეემთხვა ეს ინციდენტი, მასთან ვუთხრა რომ მე ძალიან მიხარია რომ ამ წუთებში დეპუტატმა მოიხადა ბოდიში ამ უხერხული სიტუაციისთვის და კამერის დაზიანებისთვის. სანამ სტუმრებთან გადავალ შეკითხვებით, მანამდე მინდა წაგიკითხოთ როგორც შეგპირდით მწერალ ლაშა ბუღაძის ბლოგი, რომელიც რადიო თავისუფლებამ გამოაქვეყნა. სათაურით არა ვარ კარგად. მეგობრებო, მოდი პირდაპირ ვთქვათ, საქართველოში მგონი თავს არავინ გრძნობს კარგად. არც ის მათ შორის, ვინც წესით კარგად უნდა იყოს, მაგალითად რომელიმე გამარჯვებული. ერთია ქცევა, ღიმილი, ხილული პოზა და სხვა შინაგანი ხმა. არა ვარ კარგად. აბა დავაკვირდეთ, გრძნობს თუ არა თავს კარგად ახლად არჩეული პრეზიდენტი. აქვს თუ არა ამაღლებული მშვიდი განწყობა, როგორც ეს გამარჯვებით ბედნიერს უნდა ახასიათებდეს. თქვენი არ ვიცი და მე ამას ვერ ვატყობ. მართალია საქართველოს ერთადერთ ოლიგარქს ახლა ყველაზე დიდი სახელისუფლებო გავლენა აქვს საქართველოში, მაგრამ გონი არც ამას ეთყობა რომ თავს ბედნიერად გრძნობდეს ამ გავლენის გამო. იმას კი გაამარჯვებინა, ვისი გამარჯვებაც ხალისიანა თუ უხალისოდ უნდოდა, მაგრამ ფაქტია, რაღაც გამარჯვება, მთხრე გამარჯვება გამოუვიდაო, წერს ლაშა ბუღაძე. გამარჯვება, რომლის გამოც გუნება განწყობა არავის გამოსწორებია. მათ შორის არც გამარჯვებელს და არც გამარჯვებულს. ისე ჩანს თითქოს დამარცხებულები უფრო ამაყად მიდიან ვიდრე გამარჯვებულები, თუმცა ცხადია, მხნედ არც დამარცხებულები გამოიყურებიან, რადგან გამარჯვებული თუ დამარცხებული ყველა ცუდათაა. ნუ თუ შეიძლება ენა მოუტრიალდეს ვინმეს და თქვას, რომ მართველი პარტიის წევრები კარგად არიან. შეხედეთ ზოგიერთს რა დღეში აქვს ნერვები. არა, ზოგს ნერვები არც აქვს, მაგალითად პარლამენტის თავმჯდომარეს, მაგრამ აბა ვინ იტყვის, რომ ის ერთმნიშვნელოვნად ადეკვატურად ფუნქციონირებს. ან კი როგორ შეიძლება კარგად იყო, როცა 6 წელია ერთსა და იმავეს გაიძახი რომელიმე ნერვებდაგლეჯელი პატრიოტივით, რომ შენს გვერდზე ამავე პარლამენტში სისხლის მსმელები, ნაცისტ, ფაშისტ, პოლპოტისტების ხედან და პასუხად მხოლოდღა მრავალჯერ გამეორებულ ლანძღვაგინებას იღებდე. როგორია 6 წელი თანაბრად ილანძღებოდე და თანაბრადვე გლანძღავდნენ. შედეგის და რაც ყველაზე გამომალაყებელია დინამიკის გარეშე. დეპუტატი პაპუაშვილი ხომ 6 წლის წინაც იმავეს ყვიროდა. ესეთი მოკლე ამონარიდი
წაგიკითხეთ მოკლედ, რასაც ლაშა ბუღაძე ამ ბლოგში წერს, სხვა შორის მინდა შეგახსენოთ, რომ ეს არის ის პოლიტიკური რეალობა, რომელზეც ჩვენ დღევანდელ გადაცემაში უნდა ვისაუბროთ, ის რაც ხდებოდა გუშინ პარლამენტში და ის რაც დაგეგმილია საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს. თუ ვინმეს არ წაგიკითხავთ ეს ბლოგი, მე აუცილებლად გირჩევდით, რომ წაგეკითხათ. მაშაცე ვნახოთ ანონსი და მე უკვე გადავდივარ ჩვენ სტუმრებთან საუბარს. სანახაობა პურის სანაცვლოდ არჩევნები დასრულდა, წავე პოლიტიკური დაპირისპირება კი ფიქს ამ დღეებში აღწევს. ეს არის სისხლიანი არჩევნები, რომელიც თქვენ ჩაატარეთ. არ გეგონოთ, რომ ხართ გამარჯვებულები, თქვენ ხართ დამნაშავეები და კრიმინალები. ბატონო ნიგა, კრიმინალი მოიგითხეთ თქვენსკენ. თარგაში ჩაიხედეთ და დაინახავთ თქვენს დამარცხებულ სახეს. ხმა ჩაიკმიდე ეხლა. გაჩუმდი. ერთხელ ჩხუბი ჯობია მე მგონი და მართლა უნდა დაგილეწოთ თავკმა ყველას. ეს მართლა კრიმინალები ესენ. პოლიტიკური დუხილის ტემპერატურა მაქსიმუმზე საქართველოს პარლამენტის კედლებში. TV პირველზე პოლიტიკური ლიდერების რეაქცია. მე არ მომდოხარ თქვენ ძალიან, მაგრამ შვიდად გისმენთ ხოლმე. და რო წააგებ მე შენ უნდა გცემონ გარეთ დერეფანში. დარწმუნებული ხართ რომ სულ გამარჯვებულ მხარეზე იქნებით? მაგრად ცდებით. რა რიგარეშე არჩევნები და რა დესტაბილიზაცია. მელიამ რამდენიც არ უნდა იყვიროს, ყველაფერი გაგრძელდება მშვიდად. საგამდები ხართ ამ პროვოკაციაზე, რა უნდა მოაწყოთ? აი თქვი, რა გინათ ეხლა გამოგიყვანდა, განგრიოთ და მოკლათ თუ რა გაგკეთოთ, გამაგებინეთ. გადაინაცვლებს თუ არა დაპირისპირება ქუთაისიდან თელავში 16 დეკემბერს ერეკლე მეფის სასახლეში სალომე ზურაბიშვილი საზეიმო ფიცს დადებს. ოპოზიცია კი დიდი საპროტესტო აქციისთვის ემზადება. რადგან მათ ყურთ არ იყო ჩვენი კომპრომისული შეთავაზებები, ამიტომ 16 დეკემბერს თელავში ჩვენ ჩავატარებთ მშვიდობიან აქციას. გახდება თუ არა თელავი პოლიტიკური დაპირისპირების მორიგი ეპიცენტრი. სალომე ზურაბიშვილი ერეკლეს სასახლეში საპრეზიდენტო გვირგვინს ოპოზიციის აქციის ფონზე დაიდგამს. გადაინაცვლებს თუ არა პოლიტიკური დაპირისპირება ამჯერად თელავში, სადაც ერთდროულად სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია და გაერთიანებული ოპოზიციის მანიფესტაცია იგეგმება. ერეკლეს სასახლეში ინაუგურაციისთვის აქტიური სამზადისი მიმდინარეობს. უკვე შერჩეულია ადგილი ოპოზიციის მანიფესტაციისთვისაც. ოპოზიცია მხარდამჭერებს თელავის ცენტრში ისტორიულ ჭადრის ხესთან ელოდება ხალხი და პოლიტიკოსების. ძალიან თუ არა ჩვენს მიერ არჩეულ დეპუტატებს რეალური პრობლემების მოსაგვარებლად მე ვინაიდან ლაშას ბლოგით გავხსენი ჩვენი დღევანდელი გადაცემის შესავალი, ისევ ლაშა ბუღაძეს დავესესხები და მისი ცნობილი წიგნის სათაურს გამოვიყენებ პატარა ქვეყანა. ასე ქვია სწორედ იმ წიგნს, რომლის გამოც ლაშა საბას ლაურეატი გახდა. და დავიწყოთ პატარა ქვეყნის დიდი პოლიტიკა, ისევ ნაციონალები და ისევ ოცნება. მე ვთხოვ სტუდიაში ნიკა მელიას, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს. ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმარი. ნიკა მელია, გიგა ბოკერია, გია ვოლსკი იქნებიან ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმრები. ჩვენთან ერთად უნდა ყოფილიყო ასევე პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი ემზარ კვიციანი, მაგრამ მან გადაცემის დაწყებამდე სულ ცოტა ხნით ადრე გითხრა რომ რაღაც საკუთარი პრობლემები გამოუჩნდა და ამის გამო ვეღარ ახერხებს გამოხატოს მაყურებელს მოუთხროს პატრიოტთა ალიანსის პოზიციის შესახებ, ამიტომ ნიკა მელია, გიგა ბოკერია და გია ვოლსკი იქნებიან დღეს საკუთარი რეაქციით. როგორ ბრძანდებით? რაღაც ისეთი სიტუაცია იქნება ნიკა თქვენს გარშემო, რომ ყველა სკანდალის, ყველა ხმაურის მთავარი გმირი ხდებით თქვენ. რამდენად ეს ყველაფერი არის როგორ ფიქრობთ? არა, რამდენად გსიამოვნებთ არა? ხალხი როგორ აღიქვას, თქვენ როგორ ფიქრობთ? ჩვენ უნდა მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. სხვა ფორმულირებით დავსვამდი ამ კითხვას და უპასუხებდი შემდგომ. გაჩენ რა
რა საკითხის გარშემო ხდება ეს დებატება სამწუხაროდ, რომელიც არ მგონი ნორმალურად საღად მოძრაობ ადამიანს სიამოვნებდეს, განსაკუთრებით თავარმოქმედ პირებს, ხო, როდესაც მუდმივად გიწევს ამ ტურბულენტურ ზონაში ყოფნა. როდესაც კონკრეტულ სისხლის სამართლებრივ დანაშაულებებზე სთხოვ პასუხს ხელისუფლებას. დეპუტატი. მაშინ რა უნდა მესაქმებოდეს ამ პოლიტიკაში, ან მით უფრო პარლამენტში. როდესაც ეკითხები ხელისუფლებას, რომ საარჩევნო შტაბში რო შეცვივდი და იარაღის კონდახებით რომ დაუჩეხე თავები. პასუხისგებაში რატომ არ მიეცი ადამიანები, ვინც ეს ჩაიდინა? და მეტიც, როდესაც თავარი შემოქმედი ამ უმძიმესი დანაშაულისა აქ თქვენს დარბაზში, აქ თქვენი გუნდის წევრია, ენზელ კოიანი ყოს ედოები. ეს ერთი ხო, რაზე იყო შესაუბარი. მეორე, როდესაც უამრავ რეპრესირებულ ადამიანზე წინასაარჩევნების მსვლელობისაც საუბრობდა განსაკუთრებით ფატალური შედეგით რომ დასრულდა ამაგდარი პედაგოგის შემთხვევა ხედველობაში ქალბატონი აკერზაიას ამაზე უსმენ კითხვას და როდესაც გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელს საკუთარი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე უმოწყალო ცივი იარაღით აგიჩეხავენ და აქედან მხოლოდ ერთ თავდასხმას დააკავებ და მეორე მოქმედ დაცვის პოლიციის თანამშრომლებს საერთოდ არ დააკისრებ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას და რომელი ერთი ჩამოთვალთ ამაზე ყრუკედელი ხდება ხო ამაზე ეძახიან პროვოკაციას კი ბატონო არაფერი მაგრამ აი ესე პირდაპირ ადანაშაულებ ადამიანებს თქვენს კოლეგებს ქართული ოცნების საპარლამენტო შემადგენლობას ნამდვილად დიახაც ნამდვილად კოიანი შემოიგა დასრულდა დრო რაღაცა მითი მოკიდვების და მე პირადად ძალიან ბევრი ადამიანი რახან გადავწყვიტე ვიყო ამ რთული საქმიანობით დაკავებული პოლიტიკაში ვიყო ჩართული აღარ ვაპირებ ენის მოწეკვაზე ჩვეულებრივ სისხლის სამართლის დამნაშავეზის ენზელ კოიანი დარბაზში რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარემ გმირი უწოდა მართლაც გმირი უწოდა გახსოვთ ხო გმირი უწოდა საგანგებოდ რაღაცა გამოაწყო ბრიფინგი თუ პრესკონფერენცია აღარ მოხსოვს და ენზელ კოიანი აქო ადიდა როდესაც უბრალოდ დღემდე მკურნალობენ ის ადამიანები და არანაირი რეაგირება ნუ ზაზა სარალიძეზე და ბავხას მაჩალიკაშვილზე ეხა ამ შემთხვევაში აღარ ვსაუბრობ დღემდეში არაფერი ვითომ არ ხდება რა გამოსავლებთ იცით რა მინდა გითხრათ წარმატებით იდგა იმავე რეგიონში თქვენი გუნდი პოლიტიკური გუნდი როცა ნაციონალური მოძრაობა იყო ხელისუფლების სათავეში ენჯელ მკოიანი იყო უმრავლესობის წევრი ეს არის ჯერ სანამ გაერთიანებული ოპოზიციური პლატფორმა შეიქმნებოდა მანამ სულ ვამბობ ეს არის განახლებული ნაციონალური მოძრაობა ნახევარზე მეტი წინა ხელისუფლებას უაძაგებს რო გამოვა კალაძე რომელიც 7 ნოემბრის დარბევას იწონებდა იყო ნუ ფაქტია ეხა ხო ვერ გავიქცევით როდესაც კოლბახიზე შეგეუნება 9 წელზე გედავება უარყოფით ნაწილში მიუხედავად იმისა რომ შენივად იცის რომ ძალიან ბევრი პოზიტივი ჰქონდა და თელ ნახევარი გუნდი რომ მის რიგებშია ამის მე მოთმენას აღარ ვაპირებ რა როდესაც მათ რიგებში ხა ნუკრი ქანთარი ეყავთ ადამიანი რომელიც ნუ ხა მე ვარ 38 წელს მაგრამ მახსოვს და თბილისს არ მგონია მათ ხოლმე თბილისს მოვიცოდეთ ყველა მოვიცით რომელიც ავტომატით დაძდევდა ზვიად გავსახურდიას ხარდაჭერებს ნუკრი ქანთარი 90-იან წლებში იყო ერთ-ერთი გოგა ხაინდრავასთან ერთად ხო დიახაც დავუმტკიცებ და ყველა ვიცით მეტიც ნუკრი ქანთარია ეს არის ადამიანი რომელიც ახლა მორალური კატეგორიებით ცდილობს ხოლმე მესაუბროს და ესაუბროს მის ოპონენტებს 95-94 წელს ნუკრი ქანთარიას რეჟისორ ნუკრი ქანთარიას ერთ-ერთ ლიდერს ქართული ოცნებისას ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეჟისორი ვარსიმაშვილი ბატონი ვარსიმაშვილი განიტყავს დაჭრილი წერალთან მოღვაწეთა რაღაცა ბრალდება კი არა რეალობა არის ეს ადამიანები არიან ჩემოინგა დიახაც ნუკრი ქანთარიას სლომის მიმდინარეობისას ოდესაც მან თავისი სიტყვა წარმოთქმა და საკითხი ეხებოდა რაღაცა თეატრების გაერთიანებას და ორი მხარე იყო ერთი ემხრებოდა და მეორე არ ემხრებოდა ადგა და დანა ჩაატყა ზურგში რეჟისორ ვარსემაშვილს 95-94 წელი იყო ბატონი ასათიანი იყო კულტურის მინისტრი რომელიც მინისტრიც ესწრებოდა ეს არის ფაქტი არაფერი ვიცი ეს არის ფაქტი დიახ ეს ადამიანი როდესაც ლევან გოგიჩაიშვილი ყავთ გუნდში რომელმაც 2009 წელს 17 წლის ბავშვი დაჭრა ცივი იარაღით საქართველოს მიცის ხო ირაკლი ბატონი ირაკლი ბათიაშვილის შვილის დაბადების დღეზე
და მე 2013 წელს პოლიტპატიმრის სტატუსით გამოვიდა. როდესაც ლევან გოგიჩაიშვილი წინა ხელისუფლებასთან ძულისას მთელი წლების განმავლობაში იყო ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოქალაქე აქტივისტი. მე არა ვარ ეხლა წვანე ოპონენტი ხელისუფლების და მე რო გავიდეთ ეხლა ადამიანი რო დავჭრა და ადამიანს ვესროლო მე არა ვარ დამნაშავე ინგა რას მეუბნებით. მე არა ვარ მეგონი არავის არ ჩამორჩევებ წვანე ოპონირებით ხელისუფლებას მაგრამ ვიღაცა რო მოკლა ვიღაცა რო დავჭრა მე არა ვარ დამნაშავე და ესეთი ადამიანი ლევან გოგიჩაიშვილი 2009 წლის ივნისის თვეში დიახაც გაზრახ ყველობის ცნობა ქონდა ადამიანის ხო 17 წლის ბავშვი და ნუკრი კანტარია როდესაც მის კოლეგა რეჟისორს დანაზდურში უთყამდა ბავშვი იყო ეს ნუკრი კანტარია ანუ რას აკეთებთ ეხლა არა ეს კატეგორია ადამიანები როდესაც შენ მოგიწოდებენ რომ ხმა არ ამოიღო უმძიმეს დანაშაულებებზე გაცილებით მეტი мотиваცია და ენერგია მეძება არ დაგიმალავ და პლუს უნდა მათქვევიოთ ნუ აქ აღავსა გოგი ხალეიდრავაზე და ენზელ კოიაზე და ელზა კვიციანი ხახნო ჩემთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი არის რა ასე ყველას ვერ მოთხოვთ გმირობას და ყველას ვერ მოთხოვთ რომ მოწინავე ხაზე იდექი და ებრძოლე მილიარდელ ოლიგარქს ხო მაგრამ ჩემთვის წყალგამყოფი არის როდესაც ადამიანი ჩადის მოღალატეობრივ აქტს. ეს არის ადამიანი, რომელმაც სახელმწიფო ამბოხი მოაწყო ჯერ ერთი და მე გაიქცა რუსეთში. და მე თავარ კრემლის თავარ პროპაგანდისტულ მედია საშუალების ეთერში ვრემეს საშუალებით დადგა გაქცეული რუსეთში და თქვა რომ ომს 2008 წელს აწარმოებდნენ ამერიკელები აი ნიღაბი რომ ჩამოხსენიო დავინახე ფერატკანიანი ეს იყო ამერიკელიო ჯარისკაციო კლასიკური მოღალატეა და არ დაუხრი თავს ინგა არ დაუხრი თავს ეს ადამიანები გასაუბრებად ნიკა უბრალოდ ეს გეტყვით აი მე ახლა ამცაც მომივიდა ინბოქსში ჩემი ერთ-ერთი კოლეგამ წერს რომ ნიკა მელიასო როგორც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი სხვაზე რო ლაპარაკობს ძალადობაზე იქნებ შეახსენოთ კონკრეტული ფაქტები ძალადობის შემთხვევაში არა რა დავამთავრებ კითხვას და მე მიპასუხეთ თუ შეიძლება აი როცა თქვენი თქვენი გუნდის მისამართით ქართული ოცნების იქნება თუ სხვა ფრაქციის ამ შემთხვევაში პატრიოტთა ალიანსი მაქვს მხედველობაში მხრიდან მოდის ხოლმე ამ ტიპის განცხადებები რომ თქვენ არ გაქვთ უფლება ისინი ბუნებრივია გულისხმობენ ალბათ იმ ძალიან მძიმე ძალადობის ფაქტებს რასაც წინა წლებში ქონდა ადგილი როცა ნაციონალური მოძრაობა იყო ხო ხელისუფლებაში თუ გნებავ ჩამოთვალოთ დეტალები სერგო თეთრაძის ფაქტიდან დაწყებული არ ვიცი გიპასუხებთ სიამოვნებით კალენდარზე არის 2018 წელი ეს ერთი მეორე ვისაც აკრიტიკებენ ნახევარზე მეტი ყავთ თავიანთ რიგებში მურუსიძე და დაწყებული არ ვიცი მე ზარდიაშვილებით გაგრძელებული და 9 წელიწადი რომ ნაციონალურ მოძრაობაში იყვნენ ინგა ის დეპუტატები სხედან პარლამენტში მათთან მეტიც მარტო დეპუტატები კი არა არ მიდიხარ დავასახელო სტრუქტურა ნაციონალური მოძრაობის ორგანიზაციის ხელმძღვანელები, რომლებიც დღეს დეპუტატებად არიან. აი 2012 წელს მაგალითად ახლა არ მიდე ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ დავასახელო ჯერჯერობით, აი ჩვენ ზონის უფროსებად რო ყოფილიყო, ხო, ნაციონალური მოძრაობის მაგალითად თაწმიდის რაიონული ხელმძღვანელი 2012 წელს, ხო? სიტუაცია ან ბაკის. ეს ადამიანები არიან ანუ რას ამბობთ, რომ ეს ადამიანები არიან? მე რომ დამენახა, არა, მე რომ დამენახა. უცუდები იყვნენ ჩვენ ორგანიზაციას რატომ მათგან არ მივიღებ, ჩემო კარგო ადამიანო მათგან არ მივიღებ საუბარს წარსულზე მიუხედავად იმისა რომ მომხრევარ და აუცილებლად უნდა ვისაუბროთ მომავალზე 6 წლის განმავლობაში მურუსიძე მესაუბრება აი კალაძე მესაუბრება მე არავისთვის არ დამიმალია რომ 2008 წელს 2007 წელს არ ვიყავი ნაციონალური მოძრაობის ხარდაჭერი და პირიქით ოდესაც კალაძე ამართლებდა 7 ნოემბრის აქციის დარბევას როგორ არ ამართლებდა ერთი წუთით იმგა როგორ არ ამართლებდა კახი კალაძე 7 ნოემბრის დარბევას არ ამართლებდა იყენებენ პოლიტიკოსები იყენებენ მოსახლეობის აქტიურ ნაწილს ეს თქვა ტელევიზიაში ეს ადამიანი რომელიც იყო მიხეილ სააკაშვილის კამპანიაში ჩართული თუ მას არ სიამოვნებდა ინგა არ სიამოვნებდა და არ მოწონდა წინა ხელისუფლება და არავინ არ უაყოს თვით მიხეილ სააკაშვილიც ხო რომ ბევრი წარმატების კვალდაკვალ იყო ძალიან ბევრი ძიმე შეცდომა მაგრამ კახი კალაძისგან რომელიც ამართლებდა ინგა ამართლებდა და
ამაზე არ ვიდაო, არსებობს კონკრეტ ამართლებდა. არა, თქვენ ეხა იცით მე რაზე მელაპარაკებით. ეს გადაცემა, რომელზეც ეხა თქვენ საუბრობთ, მე მიმყავდა. კახი კალაძე როცა იყო რუსთავიორი სატელეფონო ჩარტო არსებობს. სხვა რამეს ნიკა დამასრულებინეთ. კახი კალაძე, როცა თქვენ ამბობთ, დავასრულებთ. მე ხარ გაწყვეტინებ. ეს თქვენ სტუდიაში როცა იყო და როდესაც ჩაერთო რუსთავიორის ეთერში სატელეფონო ჩარტვით, ამ ადამიანმა თქვა, რომ პოლიტიკოსები 7 ნოემბერს ბოროტად იყენებენ მოსახლეობის აქტიურ ნაწილს. ეხა იმას გუშინ რაც ხდებოდა პარლამენტში, მათ კმევინეთ, ჩემი საქმე. კახი კალაძე იჯდა სააკაშვილის მხარდამჭერებში, მაგრამ იგივე კახი კალაძე, რომელიც ლაპარაკობდა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები, კარგად მახსოვს, მე მიმყავდა ეს გადაცემა, იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ამავე დროს ის კახი კალაძე იყო მიშას მხარდამჭერებში, რომ იჯდა, რომელმაც ჩემ შეკითხვაზე თქვა, რომ ძიმე იყო გირგვლიანის ამბავი და დანაშაული იყო იმ ხელისუფლების. არა, მე ლაპარაკობ იმაზე, რომ ამართლებდა მკვლელობებს და დარბევებს და არ ამართლებდა. ერთ ნაციონალურ მოძრაობის ხარდაჭერას მაინც იცნობთ, არ ამგონია, მე არ ვიცნობ ეს, ვინც ამართლებს გირგვლიანის. არა, კალაძეზე ამ შემთხვევაში ქვეს სტუდიაში, ხალბატონო ინგა, ყურს ხო არ ვიტყვი, პირდაპირ ეთერში ვართ. რუსთავი ორის პირდაპირ ეთერში სატელეფონო ჩარტვით ჩაერთო და დააგმო აქცია. დააგმო და თქვა, რომ პოლიტიკოსები ცუდი ხალხია, იყენებენ და რა მოხდა რა? შემთხვევით იმიტომ ხარ რომ მე ბიზნეს ინტერესების გატარება ვერ განახორციელა. იმიტომ ხარ რომ რაღაც ისე გამიგზეხა. ან კალაძეზე ჩავიხვიეთ, მაგრამ კალაძემ განცხადება რომ გააკეთა ჩემს გადაცემაში, რომ ის აპროტესტებდა გირგვლიანის მკვლელობის ამბავს, არა, სხვა რამეს. ამის შემდეგ შეუქმნეს მას პრობლემები ბიზნესში. ეს იყო ასე. აიმე, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის ნიკა 1999 მიხეილ სააკაშვილის კამპანიურ რაღაცა შეკრებაზე მივიდა და ამის შემდეგ შეუქმნა მიხეილ სააკაშვილმა პრობლემა კახი კალაძეს. მას შემდეგ რაც გირგვლიანზე გააკეთა. მურუსიძესთან დაკავშირებით რა მოხდა? ზარდიაშვილთან დაკავშირებით რა ხდება? რა ხდება იმ ათობით ნაციონალურ მოძრაობის ყოფილ დეპუტატთან, რომელიც ქართულ ოცნებაშია? და რა ხდება იმ დაახლოებით 50% გამგებლებ მერებთან დაკავშირებით, რომლებიც სულ წინა ხელისუფლებაში იყვნენ? მაგრამ ესეც რომ არ იყოს ხალბატონო ინგა, კონკრეტულ ფაქტებზე ვსაუბრობთ. უდიდ იმიტომ არ მაქვს ხმა მიცემული 2008 წელს მე ნაციონალური მოძრაობისთვის. არ მაქვს. ეს ყველა მის არ მაქვს. არ მაქვს. იმიტომ რომ რატო არა ახალგაზრდულად მაშინაც უსამართლობის განცდა მქონდა. მაგრამ თავარი მაინც იყო წინა ხელისუფლების თავარში იყო მართალი. ევროინტეგრაციის საკითხში და განვითარების გეზი, რომელიც ჰქონდა წინა ხელისუფლებასთან აღებული. მაგრამ უსამართლობა როგორც მაშინ მაცოფებდა, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი იყო და არანაირ ბერკეტიან ჰქონდა და ასეთ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს არ ვიცნობდი, ხო? გეტყვით იპოდრომის ხარდაჭერთა აქციაზე ვარ ნამყოფი, ხო? ნამყოფი ვარ. დიახ, არის ერთ-ერთი იყო, ერთ-ერთი მახსოვს, როდესაც ინაუგურაცია იყო რუსთაველის გამზირზე და მე იქ ვიყავი, იმიტომ რომ უსამართლობამ გამაბრაზა, იცით და დღეს გაცილებით მეტ პასუხისგებლობაზე გრძნობ და გაცილებით უფრო გაბრაზდები ადამიანი, როდესაც აი ვისაც შენი მაშინ ვიხსენებ რეტროსპექტივაში, ვინც შენ გაღიზიანებდა ეს ადამიანები დღესაც ხელისუფლებაში არიან. არ მივიგებ ჩემო საყვარელო ინგა იმ ადამიანებისგან ცინიზმს, როდესაც გეუბნებიან რომ მაჩალიკას შვილის ტრაგედია არ არის ტრაგედია. როდესაც გეუბნებიან რომ ზაზა სარალიძის შვილის კვლევის ფარველები გამოაშკარავდებიან. ცოტა ხანში როდესაც ყველა ძალიან კარგად მესმის, ნიკა, მე სხვა რამეს გეუბნებით. აბსოლუტურად ოლიგა დავასრულოთ, თქვენ ძალიან არ შევიდეთ ეხა კამაჩი. ასე დავასრულოთ. როდესაც მილიარდელი ადამიანის პირობებში არც პენსია იზრდება, არც სამუშაო ადგილები იქნება, არც ეკონომიკური ზრდა შეიმჩნევა. პირიქით მომხრეწველობას აქვს ადგილი და უკვე ხელშესახებად შევა შტაბ-ეჭილება რომ უბრალოდ საშოვარზე არიან მოსულები ესენი ხელისუფლებაში და სახლებს აგერ დახეთ ხო ბატონი იზორიას ორი სასახლე ხო რომელსაც ვერასაბუთებს ელემენტარულად საიდან არის კარგით რაღაც კითხვა მინდა რომ დაგისვათ აი თქვენ რას თავაზობთ აი რიტორიკულად კითხავთ რას მთავაზობთ რომ ამაზე არ ვისაუბრო პარლამენტში სადაც თავარი
მოვალეობა და ვალდებულება დეპუტატის არის საუბარი თუნდაც მწვავე იყოს, თუნდაც აგრესიული იყოს რიტორიკაში. რეგლამენტის ფარგლებს არ უნდა ჩვენი საუბრის დასაწყისშიც გითხარით, როდესაც მეთქი ეს ადამიანები, მაგალითად ირმა ინაშვილი, ხო, რომელიც იყო ჩემი კოლეგა წლების განმავლობაში, გახსენებთ წინა წლებს? არა, დამასრულებინეთ ძალიან გთხოვთ. ეს რატომ იწვევს თქო აი ასეთ გაღიზიანებას, იმიტომ რომ აი ეხა თქვენ რომ ჩამოთვალეთ ერთი წუთით მაჩანიკაშვილი, სარალიძე, თქვენ იცით ჩემი დამოკიდებულება ვერ დავითვლი, რამდენი გადაცემა მაქვს ამ ტრაგედიაზე გაკეთებული, მაგრამ აი ამის პარალელურად მაგალითად იმ ხალხს, ვინც აპროტესტებს და ამბობს, რომ ამებს არ აქვთო უფლება დღეს მიუთითოს ხელისუფლებას რაღაც მსგავსი პრეტენზიებით წამოუყენოს ხელისუფლებას, ამებს იმიტომ რომ თავის დროზე ეს ხალხი აქციებზე იდგა, როცა იყო ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში, ბუტა რობაქიძის მკვლელობის ტრაგედიას აპროტესტებდა, გიორგი გამცემლიძის, სანდრო გირგვლიანის, გესმით ხო რისი თქმა მინდა? ანუ რატომ გახსენებენ ამ ყველაფერს? რატო გონიათ რომ მე წარს უზებრაზდები, აწმოზე ბრაზდები და ამათ უტიფრობაზე ბრაზდები, როდესაც დღეს ქართული ოცნების ხარდაჭერი ხარ და ნაციონალური მოძრაობის თუ გაერთიანებული ოპოზიციის ხარდაჭერი ხარ. ასე არ დავსვამდეს საკითხს. დღეს ხან ან ისტორიულ სწორ მხარეს, ან ისტორიის არასწორ მხარეს. დიახაც. ემზარ კვიციანი და ეხა ირმა ინაშვილი ხახნო ეხა რო თქვა რომ არიან ამ ქვეყნის ძირგამომთხრის საქმიანობით დაკავებული, ვწდები? რიტორიკულ კითხვა თქვენ არ გეკითხებით მოსახლეობა ჩვეულებრივი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ გაწყობილნი არიან. ნიკა, კითხვას დაგისვამ თუ შეიძლება. და ეს არის არათუ მოკავშირე ხელისუფლების ერთი ორგანიზმია, შეიხმანეს 2016 წელს და ამაზე რომ არ უნდა აგოს ოდესღაც პასუხი, როდესაც ჩვეულებრივ 6 თუ დღეს გიორგი კანდელაკს ეწერა Facebook პოსტი, რომელიც გაიხსენა 2016 წელს, როგორ შეიხმანეს პარლამენტში პატრიოტთა ალიანსი, როდესაც მას აკეთებდა ალიანსი არ არის ძლიერი პოლიტიკური ძალა. მეორე ტურის წინ რამდენიმე დღეში ერთი ხომარა მოუტანა სალომე ზურაბიშვილის სისდამატებითი ხმები, როცა მან მოუგო გრიგოლ საუბრის და საშუალება ხო გვექნება ჯერ დავასრულოთ 7 თუ 7 უბანი გააუქმეს 2016 წელს ის უბნები, სადაც ხმა არ ქონდა ირმა ინაშვილის პარტიას აღებული და ამით ხელოვნურად ბარიერი დაწიეს და ისე შეიყვანეს პარლამენტში 2016 წელს. და ეს არის პარტია, რომელიც სულ რამდენად სამი კვირის წინ მოსკოვში იყო ჩასული და დუმის დეპუტატებს ხდებოდა თვითაღიარებული რესპუბლიკების დეპუტატები როგორ არა საქართველოს პარლამენტში შედან ადამიანები, რომლებიც მოსკოვში ჩადიან და თვითაღიარებული რესპუბლიკების დეპუტატებს, ოკუპანტი რეჟიმის წარმომადგენლებს ხდებიან და რითიც ლეგიტიმაციას ანიჭებენ, ეს ერთი. და მეორე, ყველაზე მთავარი, ინგა, რაზეც აუცილებლად მინდა რომ დავაფიქსირო ჩემზე. აღარ არის ყავლი აქვს გასული ამათ რაღაცა რახარულ საფრაზების ხალხი გამორიცხულია. ძალიან დიდი ნაწილი არის ქართული ოცნების ყოფილი აქტიური მხარდაჭერები, რომლებიც დღეს არის გაერთიანებული ოპოზიციის წინა რიგებში. ვინ? ძალიან ბევრი, ძალიან ბევრი. ურმან დუმბაძის და მედია ვასაძის. თავარი ძალიან ბევრი, ასობით და ალბათ ათასობით. მე გეტყვით პირდაპირ. რეგიონები არის, სადაც შტაბის უფროსები ჩვენ ყავდა მაგალითად დავწოდე ყველა პარტიაში, თავარი ღერძი პარტიის წარმატებული ხარ თუ არ ხარ ამ ხალხზე დამოკიდებული არის საშუალო რგოლი. ეკა ჩვენ ლიდერები, როდესაც ჩამვართ, ძალიან კაი ხარ თუ რამე გონდებული სიტყვი და ვიმეს დააჯერებ გასაგები, მაგრამ იმ ადამიანებს უნდა ვკითხოთ, იმ ადამიანების სამუშაო არის ველზე. იმ ადამიანებმა მეტი ქართული ოცნების ყოფილი აქტიური მხარდაჭერები დეპუტატებით მათ შორის. ერთი წამით დაგისვამ თუ ჩვენ საუბრობთ ეხა არჩევნების. ერთი წამით იმ ადამიანებმა, ვიზეც ეხლა თქვენ საუბრობთ, ხომ გააკეთეს საკუთარი არჩევანი? ადამიანებმა, აი საქართველოს ამომრჩევლებმა, სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა. არჩევნების შედეგები ამაზე ხომ მეტყველებს. მიუხედავად იმ 1%-იანი განსხვავებისა, რაც დაიდო პირველ ტურში, მიუხედავად ძალიან დიდი პოლიტიკური დაპირისპირებისა, ფაქტია, რომ პრეზიდენტი გახდა სალომე ზურაბიშვილი. მე სწორედ ამასთან დაკავშირებით მინდა დაგისვათ კითხვა. რას ნიშნავს აი ეს თქვენი განცხადებები, რომ არ აღიარებთ მას პრეზიდენტად? ანუ არჩევნების შედეგებს არ აღიარებთ. თქვენ ბევრმა ადამიანმა მოგცათ ხმა, მაგრამ მას ხომ უფრო მეტმა მისცა ხმა. ეს მე ჟურნალისტებს ბრძანდებით და სხვადასხვა
წახნაგოვანი კითხვა უნდა დამისვათ, მაგრამ მე შევეცდები კონკრეტული პასუხი გაგცეთ. ეს არჩევნები არის მოპარული. ტოტალური არა გაყალბება თუ შემოვჩინეთ დღესაც გუშინ პირველ რიგში არ ვსაუბრობ. წარმოუდგენელ ძალადობას ჰქონდა ადგილი. ინგა წარმოუდგენელ ძალადობას კრიმინალებს ჩვეულებრივად სახლებიდან კი არ გამოყავდათ ხო? აი ფარულობა რა ცნება როგორც ასე დარღვევული იყო. არ არსებობს არ ჩავარდნილა ბიულეტენი, რომელიც სანამ ჩავარდებოდა ყუთში არაჩვენეს ვიღაცა ზედამხედვას უბანზე. და ამის კადრები არსებობს, მაგრამ თავარი არ გვინახავთ, ჩვენ რომელსაც ვნახავთ ხვალანზე. რა კადრები? თავარი კადრები თუ როგორ გაყავდა არჩევნები. თქვენ გააქვთ ეს კადრები, ფლობთ ამ მტკიცებულებები, მაყურებელი ნახავს. წარმოუდგენელი ვიდეოკლიპები. როგორ პირდაპირ გაგებით ყრიან ქართული ოცნების კომისიის წევრები, თავმჯდომარეები, აი როგორ იღებენ აი ეს ბიულეტენებს და როგორ ხანი რატომ არ გაასაჯაროვეთ მაშინ გეტყვით იმიტომ რომ ძალიან შრომატევადი პროცესი იყო არა რას ქვია შრომ თუ კადრები კამერები იყო გასაშიფრებით დილის 8 საათზე რომ დაიწყო 3740 უბანია დილის 8 საათზე რომ ჩაირთო ვიდეო კამერა გამოვირთო საღამოს 8 საათზე წარმოვიდგინეთ ეხლა ხო რამდენი რამხელა სამუშაო არის ჯერ 20% არის ხო გაშიფრული და წარმოუდგენ ვერ იტყვით დაგენიზლავებით ინგა გრიგოლია შემდეგ ეთერში შემდეგ გადაცემაში ვერ იტყვის რომ ეს არჩევნები არ გაყავდა აი ესეთი კადრები იქნება არა მე გისვათ კითხვებს ნიკა ჯერეთის ნახეთ რა პასუხს ვერ იტყვით იმიტომ რომ ვიცი რომ ობიექტურობას შეენარჩუნო და ვერ ვიტყვი ვერ თქვენ და ვერ თქვენ მე ყოველთვის ვაჩვენ მე ყველა კადრს და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციებს რატომ არ აჩვენეთ? რატომ არ გახადეთ ეს? არ ვაჩვენეთ კი არა, ვაჩვენეთო ხვალანზე ვათენებთ ღამეებს და 30-40 ადამიანი დღეების განმავლობაში უბრალოდ არ ბევრია ასეთი მტკიცებული. 3700 უამრავი. მე აბსოლუტი დარღვევად პირდაპირ გეტყვით, არ მომახვილებ ყურადღებას როგორი სახის დარღვევაზე, ისეთ? აი, რო შევა, რო ვხაზავ და თავზე რომ ადგეხართ. აი თავზე რომ ადგეხართ და თქვენთან დასწრებით რომ ხაზავ სალომე ზურაბაშის ან თქვენ რო ხაზავთ ჩემს ვაგივრად. ამას დარღვევაში უკვე ისეთი დარღვევები აღარ ვთვლი. არ კაბინაში რო შემომყევით თქვენ და არ მაცადეთ მარტო ამას დარღვევად არ ვთვლი. პლუს ეხა კარგით რა ხა იმაზე საუბრობდნენ რაღაცა ძალად რევანსზე და დესტაბილიზაციაზე და პირველი ტური და მეორე ტურამდე რა გააკეთეს ხო? გავიხსენოთ. პრაქტიკულად ყველა საჯარო მოხელე რომელშიც ეჭვი შეეპარათ რომ არ დაუჭირა მხარი ქართულოცებას გაათავისუფლეს თბილისში მარტო საბავშვო ბაღის 10 დირექტორი როგორ ყველა ის ადამიანი გაათავისუფლეს ასევე ვინც ლოიალობა არ გამოიჩინა ქართულოცნებას არ უბრალოდ ხო დაუჭირა მხარი ქართულოცნებას და რატო გაკეთდა დანარჩენებს უთხრეს რომ აი თუ შენ უბანს სადაც თქვენ ცხოვრობთ არ ვერ მოვიგებთ ხო მეორე ტურში აი როგორც ეს ადამიანები 100 ადამიანები გავყარე და რეპრესიების ქვეშ მოვაყოლე შენც იგივეს გაგიკეთებ იმიტომ რომ ვაჩაძე რომ გახდეს პრეზიდენტი სუსის უფროსი მაინც მევრჩები პროკურორი მაინც მევრჩები პოლიციის უფროსი მაინც მევრჩები და სად წამიხვალ კარგი ეს იყო და ამ რეპრესიების გადამკიდე ერთი ადამიანი შემოაგვდათ ინგა ძალიან გთხოვთ აი არ მინდა პათეტიკით ვისაუბრო მაგრამ ერთი წამი წარმოვიდგინეთ აი აქ ჩემს ადგილზე იჯდეს ეხა ეკაპესელია არ მაქვს ეს თვები თორე და იწივლებდა იკილებდა მართალი იქნებოდა თქვენ ზუგდიდში მართალი იქნებოდა ჩვეულებრივ შემოვაყოთ ინგა წარმომადგენელი მეყოლება და მასთან აუცილებლად დავსვა მოდი არა ეს მათგან განმავითავრებია კი ბატონო დაასრულეთ და რეკლამა ეს ხომ ერთ-ერთი ადამიანი იყო რომელიც უბრალოდ შემოდა არ ვერ გაუძლო მისმა ჯანმრთელობა ეხლა ხო თავისუფლად შეიძლება და 4-ვე ის ადამიანი ახალქალაქ ზოფიში დაღუპულიყო 4-დან 1 მაინც ხო დღემდე ებზვის ამ წუთისთვის ებზვის სიკვდილს ნოდარ ბურდილაძე ხო ითხოვდა ეხვეწებოდა რეაგირებას იქით სწორდა განათლების სამინისტროს და ვიღაცა ანონიმური წერილი როდესაც გახარია ჩავიდა სამეგრელოში ყველას მოთხოვა ვინც საჯარო სამსახურში იყო ჩამდგარიყო ქართული ოცნების კამპანიის რიგებში და ეს კამპანია ვერ დაიყოლიეს რაღა ვერ დაიყოლიეს ერთ დღეში ვიღაცას დააწერეს ანონიმური წერილი ბრძანება გამოსცა განათლების მინისტრს ყველა ვიცით და ზუსტად 2 საათში გენ ინსპექციის თანამშრომლები შევიდნენ სკოლაში აუცილებლად დაუსვა მე ბატონ ვოსკეს ამ მარიამ ჯაში რომ ყავთ კემამოსილის საბჭირებას როტოვებს კომიტეტის თავმჯდომარეა განათლების კულტურისა და ხო რა შვილმა თქვა გაასაჯარო თქვენს ეთერში რომ სიკვდილამდე 2 დღე
2 დღე ურეკავდაო მარიამ ჯას. იმიტომ მარიამ ჯაშმა თვითონ დაწერა დაფაზე ტელეფონის ნომერი და როცა გაგიჭირდებათ მე დამირეკეთო. განცხადება დაწერა განათლების სამინისტროს სახელზე. ომბუდსმენს მიმართა ინტერვიუ მიცა, ცოცხალი ინტერვიუ მიცა ქაბატონო ინგერო, მავიწროვებენო პოლიტიკური мотиваციით და ნიშნით და შემოავდათ და მაპატიეთ და ყველა ის პოლიტიკოსი არის უღირსი და ვაჩარი, ვინც ეს ყველაფერი ხდება ჩვენ თვალწინ და ხმას არ ვიმაღლებს. დიდი მადლობა ნიკა და ბოლოს ერთი წამი. ვიტყობ რომ კრიმინალებისგან, კარგით. კრიმინალ და მოძალადეებისგან არიან ჩამოთვალე უახლოეს წარსულშიც რომ იყვნენ კრიმინალები და იმ ადამიანს რა უთხარი? ქაბატონო ინგერო, ჯერ დანაშაიდებ ჯიბეში და მე ამდანით ადამიანებით შეხვას დაიწყებ. 2 დეპუტატის ასეთი რაც ვიცი საქართველოს პარლამენტში. დანა რატო უნდა გქონდეს? თუმცა როდესაც თქვენ მე მართლა ერთი წუთი დამჭა და მოკლედ უნდა მითხრათ, იმიტომ რომ რეკლამის დროა. უცნაური ის არის რომ თუ კი ამდენი დარღვევების შესახებ ხელთ ქონდა თუნდაც ინფორმაცია მესმის რომ შიფრავდით, მაშინ თქვენი დამკვირვებლებისგან რატომ მოხდა შემაჯამებელ ოქმებზე ხელის მოწერა ეს ხო? ბუნებრივია და ამ კადრების გამოქვეყნების შემდეგ რას იზამთ? ანუ 16-ში დაანონსებული გაქვთ აქცია. აი ხელისუფლება, რომელიც მუდმივად საუბრობდა დესტაბილიზაციის საფრთხეზე. აი შეიკრიბებით და აღარ დაიშლებით თუ შეიკრიბებით და შეეცდებით ხელი შეუშალოთ ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას თუ ეს იქნება უბრალოდ შეკრება შეკრებისთვის. პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტის თავმჯდომარე, ჩემი თავმჯდომარეც არის, ჩვეულებრივი არის აქტივისტი ქართული ოცნების, რომელიც შავზე თეთრს ამბობს. ესე პარლამენტის თავმჯდომარე ხელისუფლება ხო? პროტესტს გამოვთქვამთ კონსტიტუციის ფარგლებში, კონსტიტუციურ პროტესტს გამოვთქვამთ. არ უჭირავს ხელში დემოკრატიული მანდატი ქალბატონ ზურაბიშვილს. ძალადობის მანდატი უჭირავს. და რას აპირებთ? ძალადობის მანდატი უჭირავს. რას აპირებთ? წვავე პროტესტს, მუდმივს, პერმანენტულს. არის რომ შევიკრიბები და არ ვიშლებით. ასე კი არა. არ გავჩერდეთ, უამრავი დარღვევებია. უამრავი სისტემის ამ დარღვევებს გამოაქვეყნებთ და მე იწყებთ ახალ პოლიტიკურ დანაშაულს, რომელსაც ხელს აფარებს ხელისუფლება, ვინაიდან ის არის მაღალჩიოსანი. აი ხა თქვენ რო გერთებოდათ ერთი დეპუტატი. წარმოუდგენელი სიმულაცია დაადგმევიეს ხო ციხეში? არა, ბატონი ჯაფარიძე. არ არის დანაშაულე? მე შემიძლია როგორი ვიყო იცით ინგა ძალიან აი ამ ქართული ოცნების დეპუტაციისთვის ამ მაღალჩინოსნებისთვის ვიყო ძალიან კომფორტული კარგით ეს კომფორტზე მე ვიყო არ გადაიხდია რო არ დამბატო დიდი მადლობა არ ვიქნები მართალი ვერ წავალ ვერასოდეს ზნეობის კომპრომისზე არ გვინდა კომპრომისებზე ანუ თქვენ ეხლა გამოაქვეყნებთ ამ დარღვევებს მტკიცებულებებს და მე იქნებით მუდმივ აქციებში და მე მუდმივად მოუწყობთ საპროტესტო აქციებს საერთაშორისო დასკვნებიც ხო ალბათ გააკვეთქია დაწუნებული ხო თქვენ გაეცანით არ საუბრობს და არ ამბობს თავისუფალი არჩევნები ჩაატარდა ამ ქვეყანაში რაც შეეხება დარღვევებს ჰაერზე არ მოვიტათ ქაბატონო ინგა იცით რა განსხვავებაა ჩვენს ამ გაერთიანებულ ოპოზიციასა და იმ გაერთიანებულ ოპოზიციაში შორის რომელიც მაგალითად იდგა 2000 რომელი წელი იყო 7 თუ 8 წელი იყო ხო? იქ ეხა მართლა მთელი თბილისი თუ არა ძალიან ბევრი იყო. ძალიან ბევრი და იქ იყო ხო? უბრალოდ გაიყიდა რამდენიმე ლიდერი. მე დაწუნებულ ის ადამიანები და ქაბატონის სამეზურობაში სხვადასხვა გამოდიოდა თუ გახსოვთ და არალეგიტიმური არის მიხეილ სააკაშვილიო. თვითონ საუბრობთ ეს ერთი. მაგრამ ის ხალხი რომ დაძრულიყო რუსთაველის გამზირისკენ ფიც ვერ დადებდა. თქვენ ამას აპირებთ. არა, მე ამას არ ვაპირებ, გრიგო ვაშაძე ძალიან კაფიოდ. ანუ სალომეს ინაუგურაცია მოხდება და აქეთ იქნება თქვენი აქცია. აუცილებლად. გისების საკითხია ჩემო ენგა. თქვენ რო ვიცოდეთ რომ მე ვარ ადამიანი, ვინც თქვენი ავტომობილი გავიტაცე და დამნაშავე ვარ და ყოველდღე ტელევიზორით გამოდიოდი და საუბრობდი, არ მომთხოვთ პასუხს. რამეშალობა მანქანა მოყარი თუ ხმა მოყარი. მადლობა. ასობით ადამიანი არის იდენტიფიცირებული. ძალიან განერვიულებული ხართ ისე ეთყობა ამ არჩევნებში. არა, განერვიულება არა, გაბრაზებული არა ვარ. კაი, ცოტა შევეცადე რომ გამელავდე. ვარ ძალიან მოტივირებული, რომ კრიმინალი ხელისუფლება დავამარცხოთ. დიდი მადლობა. მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი. ეს იყო ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია. მაშასე მან დაანონსა რომ ხვალანზე ისინი გაასაჯაროებენ ვიდეო მტკიცებულებებს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით
და აი ამ წამს მომივიდა ირმა ინაშვილის მოწერილი ჩემს ინბოქსში Facebook-ზე ჩვენ უკაცრავად დამპატიჟეთ, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მონაწილეობ თქვენს გადაცემაში, წერს ირმა, მაგრამ ვინაიდან ბატონმა მელიამ უწყვეტა ჩემზე და ჩვენს პარტიაზე ისაუბრა, გთხოვთ ჩემი მოკლე პასუხიც გაავრცელოთ. ღალაძე ლაპარაკობს მელია, რომლის პარტიის ლიდერმა სააკაშვილმა 2008 წელს ქვეყნის მიწები მოწინააღმდეგეს ჩააბარა, გაყიდა კოდორი, ახალგორი და ვითხოვ დაიწყოს ამ ღალაძე გამოძიება. ჩვენ ვესაუბრებით აფხაზებს და ოსებს და მელიას და მის პარტიას, რა თქმა უნდა, ეს აღიზიანებს, ვინაიდან ჩვენ ქართულ საქმეს ვაკეთებთ, ისინი კი ხალხს აწამებდნენ და ქართულ მიწებს აბარებდნენ. 3000 კაციც ვერ შეკრიბეს, ჩვენთან 100,000-ზე მეტი მოვიდა. აი ეს არის ჩვენი რეიტინგიო, ეს ამ წუთას მომწერა ირმა ინაშვილმა. სამწუხაროა, რომ პატრიოტთა ალიანსმა ვერ მოახერხა დღევანდელ გადაცემაში ყოფილიყო ჩვენი სტუმარი, რეკლამა ძალიან მალე გაივლის. დაუბრუნდებით შემდეგი ჩვენი სტუმრები, გიგა ბოკერია, ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი და გია ვოლსკი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი იქნებიან. მაშასე გადავდივართ შეკითხვებით გიგა ბოკერიასთან, ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ყავს ხაზზე. დიდი მადლობა ბატონო გიგა, რომ ხართ ჩვენი სტუმარი. მე მინდა ასეთი თემი დავიწყო თქვენთან საუბარი. ჩვენ გვახსოვს ხელჩართული ბრძოლები, მათ შორის თქვენი მონაწილეობითაც პირადადაც პარლამენტში. ეს მაშინ როცა უმრავლესობაში იყავით და ეს რაღაცა სიახლე, რაც ჩვენ გულში ვნახეთ, შეიძლება ვთქვათ, რომ არ არის, ხომ? მაინტერესებს, აი თქვენ რით იხსნით, რატო ვერ გამოვედით ამ ჯაჭვიდან? მუდმივი ასეთი დაძაბულობა, პიკში ასული დაძაბულობა, რაც ვიხილეთ გუშინ საქართველოს პარლამენტში. რატომ გაღიზიანებთ ხოლმე დღევანდელი ოპოზიციის ლიდერებს, წარმომადგენლებს და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, როდესაც ქართული ოცნება, ანგნებავთ პატრიოტთა ალიანსი, კითხვებს სვამენ თქვენს მიმართ, როდესაც თქვენს კრიტიკას ისმენენ, თუნდაც არჩევნების თემაზე. არა, კალტონინგა, მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისთვის. მადლობა თქვენ მონაწილეობისთვის. ამ სამარცხვინო სცენების მიზეზი არ არის არავის გაღიზიანება ოპოზიციიდან შინაარსით, ან უშინაარსობით უმრავლესობის ოცნების ან პატრიოტთა ალიანსის გამოსვლებით. ეს არასწორი ანალიზი არის. აქ ამ სამარცხვინო სცენებს იწვევს პირიქით მათი ფიზიკური რეაქცია მათთვის მიუღებელ შინაარსზე. ანუ ყველა გამოსვლა, მაგალითად პატრიოტთა ალიანსის ან ოცნების გარკვეული ნაწილის არის სავსე ყოველთვის შეურაცხყოფით, მუდმივად წარსულზე საუბრით, მაგრამ ეს მათი ბჭყალებში უფლებაა და ამჩვეულმა შეაფასოს. გაწევ გამოწევა და ეს სამარცხვინო პარლამენტარისტთან და ნორმალურ ქცევასთან შეუსაბამო ამბები იწყება, როცა მათ არ მოწონთ ხოლმე შინაარსი და მე იქაჩებიან, იმიტომ რომ ბევრნი არიან. მე არ წარსულის პარალელს არ დავეთანხმები, მართლაც იყო რამოდენიმე უსიამოვნო ინციდენტი იმ პარლამენტში, რომლის წევრიც მეც მიყავი, მაგრამ მაშინაც მინდა შეგახსენოთ, რომ ფიზიკური აგრესიის ინიციატორები იყვნენ ოპოზიციის წარმომადგენლები მაშინდელს. მაგრამ როგორც არ უნდა ყოფილიყო წარსულში და მე რომც არასწორად მახსოვდეს, ხა ამდენი წლის მერე როცა გამოვიარეთ სამოქალაქო ომი და თუნდაც მშვიდობიანი რევოლუცია, როცა უმრავლესობა ყავს ოცნების და პატრიოტთა ალიანსის სახით ივანიშვილის გუნდი, ხო? დღევანდელი, რომელიც როცა მათ არ მოწონთ შინაარსი ან მანერები, რომელიმე მათი ოპონენტის არ აქვს მნიშვნელობა ეს ვინ არის. იქცევიან როგორც ბრბო, ხო? ყველას არ ეხება ეს, მაგრამ ნუ არის ნაწილი ესეთ, ხო? მივარდნებით, გაკაჩვებით, გამოკაჩვებით, რაც კრიმინალური კომპლექსების დაკმაყოფილებით, ეს არის პრობლემა პარლამენტარიზმის ნამდვილად. იმიტომ რომ ეს არის აუმრჩევლის გადასაწყვეტი, თქო, შინაარსი ან მანერები ჩემი ან ვინმესი ბატონი მელიასი ან პაპუაშვილის ან ბატონი კობახიძის მოწონთ თუ არა, ხო? ეს მათ გადაწყვიტონ, მაგრამ როცა შენ იმიტომ რომ ბევრნი ხარ და უფრო ჯანზე ხარ ფიზიკურად, ხო? მაგალითად, ასე თვლიან ყოველ შემთხვევაში და გაგდის იქცევი ასე ეს არის პრობლემა, ასე არ შეიძლება რომ იქცეოდეს განსაკუთრებით უმრავლესობა ნამდვილად. რა მოცემულობა, მე მესმის, მაგრამ კარგით, ნუ დამეთანხმებით ჩემი კითხვის ფორმულირებაში, მაგრამ აი და მე დაუბრუნდები მე წარსულის ამბავს, არ გაუბივარ მაგას, მაგრამ ვიმეორებ ეს ამბავი, ეს სცენები წარსულიც რო გაიხსენოთ, აი უახლოეს წარსული მეგულისხმობ, და სხვა შეთქვენ მზადეთ რომ ყოველთვის მელიაო, არ არის ასე, მელია საერთოდ იყო დარბაზში, როცა გაგრძელდა ფიზიკური დაპირისპირება, ხო? და პაკვაშვილი იყო ისევ ინიციატორი. და ბატონი კვიციანი სულ ასე იქცევა. რაღაც სცენებად გავს ხოლმე და გასაკავებელია მანდატურების, ხო? იმიტომ რომ ძალიან მაზე არის.
გულზე არის მოსული. აი, გიგა, რა მინდა იცით კითხოთ? რა მოცემულობის წინაშე ვდგევართ ჩვენ ყველანი? გუშინდელი საპარლამენტო ხდომა, როდესაც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, მათ შორის ჩვენს არხსაც, ტოვებდა იმის განცდას, რომ პოლიტიკური დაპირისპირება არის პიკში ასული. არჩევნები დამთავრდა, მაგრამ ეხლა უფრო თითქოს უფრო მეტად არის გამწვავებული პოლიტიკური დაპირისპირება. რა მოიტანა ეს? როგორც იქცევა უმრავლესობა? ეს მოიტანა იმან, რომ თავად უმრავლესობამ და ამ კონგლომერატმა პატრიოტთა ალიანსის, ანუ ღიად პროპუტინული ძალის და ოცნების, რომელიც უპრინციპო ძალა არის და ყველანაირ ხალხს იწებებს, ივანიშვილის, ანუ თვითონაც გრძნობს, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაშია მეორე ტურში მოპოვებული გამარჯვების მიუხედავად კი არა, იმის გამო რა მეთოდებითაც მოიპოვეს გამარჯვება და ეს ეთყობა. არ არიან აი ნორმალური პირობებში გამარჯვებულები, მე ვცადე რომ ეს მათთვის მე თქვა, როცა გამარჯვებული ხარ, ვერობთ რომ იულია, ხო? არ არიან გამარჯვებულები, რას ნიშნავს? ძალიან დიდი ბოდიში. აი შეგიძლიათ მე მორალურად არ არიან გამარჯვებულები, რომ თვითონაც ხო იციან. ძალიან ემოციური იყო ნიკა მელიას წეღანდელი სტუმრობა ჩვენს ეთერში და ანუ აღა ვეღარ მივყევით ამ თემებს და აი თქვენ მინდა რომ დაგისვათ ეს კითხვა, რატომ არ არიან გამარჯვებულები? ფაქტია, რომ სალომე ზურაბიშვილმა მიიღო უფრო მეტი ხმა, ვიდრე მიიღო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა. ანუ რა გამოდის თუნდაც როგორ მიიღო? როგორ? დიახ? როგორ მიიღო? აი თქვენ გეკითხებით. მე ის თქმა კი არ მსურს, თქვენ იცით რომ ევროპული საქართველოს პოზიცია არ მდგომარეობს იმაში, რომ თქვათ რომ სალომე ზურაბიშვილი არ არის პრეზიდენტი, სამწუხაროდ გახდა ის პრეზიდენტი ამ არალეგიტიმური მეთოდებით. ამიტომ ჩვენი მომხრეები ან ჯანსაღი ნაწილი ჩვენი პოლიტიკური სპექტრის ან ყველა ჩვენი მოქალაქეები თუმცა ოპოზიციად განწყობილი შეცდომაში არ უნდა შევიყვანოთ, რომ ჩვენი პროტესტით არ დაუშვებთ ზურაბიშვილის პრეზიდენტობას. ეს უბრალოდ არ არის სიმართლე. ის სამწუხაროდ იქნება პრეზიდენტი, იპრეზიდენტებს მას არ აქვს დემოკრატიული მანდატი და უბრუნდები მისაკეთებს, რას გულისხმობ, რომ მათ არ გაუმარჯვეთ მორალურად, იმიტომ რომ ყველა ვიცის, რომ თუნდაც 2016 წლისგან განსხვავებით. როცა ასევე ქონდა ადგილი მოსყიდვას, ქონდა ადგილი კრიმინალური ჯგუფების გამოყენებას, მაშინაც იდნენ უბნებთან, ქონდა ადგილი ძალადობას და უსჯელს, ამან იქონია შედეგზე გავლენა, მაგრამ ვერ ვიტყვით ობიექტურად სხვა მონაცემების დაყრდნობით და საერთაშორისო ორგანიზაციების ნეიტრალური შეხედულებებს ვნახოთ, იქაც ეს არის აღბეჭდილი, რომ ამან გადაწყვიტა არჩევნების ბედი. ხო? რო აი უნდა მოეგო მაშინ ნაცვალმოძრაობას, რაც მეც ვიყავი მაშინ წევრი და ვერ მოიგო ამის გამო. ამის საფუძველი არ ქონდა. ამ არჩევნებზე, მithumetes პირველი ტურის გათვალისწინებით და იმის გათვალისწინებით, რაც მეორე ტურამდე ვნახეთ, ყველას აქვს შტაბ-შტილება და ეს არ არის ჩემი მიკერძოებული აზრი. შეგიძლიათ ნახოთ პირველად ვარდების რევოლუციის შემდეგ შეფასებები სადამკვირვებლო ორგანიზაციების უთოსი და ყველა სხვასი და სხვა აბსოლუტურად ნეიტრალური ხალხის საქართველოს მეგობრების შეფასება. ამ მეთოდებმა გადაწყვიტა მეორე ტურში ის რომ მოიგო ჭალებში არალეგიტიმურად მოიგო ამ მაგას გულისხმობ სალომე ზურაბიშვილმა და არა გრიგოლ ვაშაძემ. ეს არის არსებითი განსხვავება, ეს მათ იციან. ევროპული საქართველო აღიარებს სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად. ამ შეკითხვას შემთხვევით არ გისვამ ცხადია, იმიტომ რომ სალომე ზურაბიშვილს არ აღიარებს მას პრეზიდენტად. დიახ. ხო, ყველა სიტყვებს ხო შინაარსი უნდა კონდეს, ხო? ჩვენ ვთვლით და ეს მაშინათვე ვთქვით, რომ მას არ აქვს მიღებული დემოკრატიული მანდატი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით. ეს არის ძამძიმე რეალობა ქვეყნისთვის, რომ ყავს პრეზიდენტი, რომელსაც არ აქვს დემოკრატიული მანდატი. ოღონდ როცა იძახი, რომ არ ვაღიარებ, ამას ჩვენი ოპონენტები, ანუ ხელისუფლება პროპაგანდაში იყენებს, რომ ეს რაღაც არეულობის, ვითომ არეულობისკენ მოწოდებაა და თუ არ აღიარებ, ესე იგი რაღაც უნდა ქნა, რომ ეს არ დაუშვა. ხო? და ეხლა აქ არ უნდა შევიყვანოთ საზოგადოება შეცდომაში სამწუხაროდ ეს უკვე მოხდა. ეხლა ჩვენი ამოცანა იყოს მომავალში შეცვლა ამ ძიმე რეალობის, რაც ნახეთ მეორე ტურზე. და ამას დაუბრუნდები ამასაც და წარსულსაც, რომ ამოუწურავ ამ თემას თუ შეიძლება პარლამენტში ამ პრობლემის, რაც კონკრეტული პრობლემაა, რაც არის ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენი ქვეყნის, მაგრამ ნაწილია დიდი პრობლემის. ვიმეორებ კიდე ერთხელ თქვენ თუ დააკვირდებით გამოსვლებს უმრავლესობის და თუნდაც მე აღარ ვლაპარაკობ ეხლა აპუაშულზე და კვიციანზე და ამებზე, ისინი ყოველდღიურად პერსონალური შეურაცხყოფით დაწყებული საოცარ შეფასებებს ვისმენთ, აი ყველანაირ საწყის შეიძლება იყოს. თუნდაც მათ არ ვადარებ, მაგრამ აი ბატონი კობახიძე, რომელმაც ჰოლოკოსტის ჩამდენები უწოდა ოპოზიციას ჩვენ. 6 მილიონი ადამიანის მკვლელობის ტოლფას ეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში შეურაცხყოფა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის, იმიტომ ეს კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი დანაშაულია და როცა შიდა პოლიტიკურ კინკლაობაში ამხელა ტრაგედიას იყენებ, ამ ხალხის ხსოვნას უგულებელყოფ. მაგრამ აი ესეთ რამე თქვა ამ კაცმა და ეს ერთი მაგალითი არ არის. ყველაფერი გვესმის ხოლმე. ეხლა როგორ ფიქრობთ, ყველა ჯერზე რო ფიზიკური ჩხუბი წარიმართოს, რას დაემსგავსება პარლამენტი? მაგრამ არა, როცა მათ არ მოეწონებათ ან შინაარსი ან ვინმეს მანერები,
ამ შემთხვევაში მელიაზე იყო საუბარი, შეიძლება თავისუფლება მიცე, რომ ქუჩური გარჩევა მოაწყონ, იმიტომ რომ დაცულად გზნობთ, რომ ბევრნი არიან. ეს არის პრობლემა ამ ხალხის უსაქციელობის, მეტი არაფერს. ამიტომ არაურიო და ძალიან გთხოვთ, აქ წარმოდგენა იქ რაღაც ორივე მხარეა ესე. აშშე ორივე მხარე. კარგად დავაკვირდეთ, ვინ იქაჩება ხოლმე და ვინ აქცევს სამართლიანობას. ხო, მაგრამ გიგა, იცით რა მინდა კითხვა ერთი წუთი თუ შეიძლება. ყოველთვის, როდესაც ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი მაგალითად აკეთებს განცხადებას ძალიან მწვავე კრიტიკული გამოსვლების საფასუხოდ, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ისინი არ მიიღებენ ასეთი ტიპის მძიმე ბრალდებებს, მათ შორის ძალადობასთან დაკავშირებით, ყოველთვის ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ რაღა დროს 9 წელზე ლაპარაკია. არ უშვებთ, არ უშვებთ, რომ ეს ხალხი გადავიდეთ მათ თემაზე, მაგრამ ძალიან მძაფრად რეაგირებდეს. აი თქვენს განცხადებებს. ქაბატონინგა, ძალიან გქონდა, არაურიოთ საკითხები ერთმანეთში. ეხავე დაუბრუნდები, მე რა პოზიცია მაქვს, როცა წარსულზე საუბრობენ ეს ხალხი, მათ შორის თქვა ყიციანი და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ აქ ვარჩევდით იმან რა მიიყვანა ამ სამართლიანო სცენებამდე პარლამენტი, სადაც ეს არ უნდა ხდებოდეს, ხო? და ამიტომ აქ ვის რა მოწონს ხვის გამოსვლაში რას ეთანხმება ან არ ეთანხმება და რატო წინს ან არ წინს ან აღშფოთდება თუ არა, ამას არ უნდა ვარჩევდეთ, უნდა ვარჩევდეთ სამართლიანო საქციელს, ფიზიკური ძალადობის. და თქვენ რა სამე ნახეთ, რომ ინო ოპოზიცია მივარდა ყიციანს, რომ როგორ ბედაო ლაპარაკს შესამშობლოს მოღალატეო, რადგან მე ის მიმაჩნია, რა თქმა უნდა, სამშობლოს მოღალატე, მაგრამ გასაგებია ხო ეს არის დემოკრატიის არსი მათ შორის აი ირმაინას შემაწეღან მოგწერა რომ რაც შეეხება მოღალატეობის თემას მე პირიქითო თქვენზე და ნაციონალებზე გითხრა რომ მე ისინი მიმაჩნია მოღალატეობას იმიტომ რომ ქვეყნისები მოწინააღმდეგე ჩააბარეს გაყიდეს კოდორი ახალგორი და ქაბატონინგა ბევრჯერ აქ ნათქვამი გავიგე ამიტომ ჩვენ ხო იმაზე უნდა შევთანხმდეთ რომ ძალიან ცუდი აზრის მქონე ხალხი ერთმანეთზე ერთ პარლამენტში ზის ერთ ქვეყანაში ცხოვრობს და ერთმანეთს არ ხოცავს ფიზიკურად ხო ან არ ჩხუბობს ან მით უმეტეს არ ხოცავს ხო ხო გამოვიარეთ ის როცა ერთმანეთს ცუდი აზრის მქონე ხალხი ერთმანეთს ესროდა ხო და ის ქვეყნები სადაც ამაზე ვერ თანხმდებიან რომ ერთმანეთს თუ ვერიტან უნდა დემოკრატიული მეთოდებით გადაწყვიტო ცუდად ამთავრებენ ყველასთვის რომელიმე ერთი მხარისთვის კი არა ყველასთვის ეს არის მიკრომოდელი ამისი ამიტომ თქვენ როცა მეუბნებით რომ იცით თქვენ რატო გწყიდით ისინო გამოდიან ცოტა აღრევა ხდება სურათის ეს ძალადობის სცენები არაფერს შუაში არ არის იმასთან ვისი შინაარსი არის ჩემი აზრით უტიფარი სიცრუე როგორადაც მიმაჩნია ქალბატონი ინაშვილის და კვიციანის საქციელი ან ივანიშვილის ან მისი სხვა გუნდის წევრების და როგორად მივაჩნიოთ მათ მე ეს ცალკე საკითხია გადავიდეთ ეხლა ამაზე მაგრამ ამოვწუროთ ეს თემა რომ ძალადობას სამართლიანო საქციელს, სახიფათო საქციელს იმ მიმართულებით რომ თუ ფიზიკური ძალით ირკვევა, ვინ არის მართალი და ვინ არა და არა, იმითი ვინ შინაარსდებს და მე ხალხი ამას როგორ აღიქვავს, სახიფათოდ თავდება ეს ყველაფერი. აი ეს დავხუროთ. აქ თუ დააკვირდებით ამ პარლამენტს ან წინა პარლამენტის ხდომებს, ფიზიკური ძალადობა სამართლიანო საქციელი მივარდა და გამოკაჩვა. ეს არის ქართული ოცნების და მისი სატელიტების პატრიოტთა ალიანსის ამ პარლამენტში წინაშე არ იყვნენ, აქ გაიყვანეს ძალით ოცნება მისინი პარლამენტში მათი კრედოა ისინი იქცევენ ასე დავხუროთ ეს თემა აქ ნათელი ეს ფაქტებით არის ეს არის ჩემი ინტერპრეტაცია შეგიძლიათ ნახოთ ვინ აკეთებს ხოლმე ამას ხო ხო არ შეიძლება ახლა ვისაც მიუვარდებიან იმას დააბრალო რომ რატომ მოგივარდნენ ხო დავხურეთ ეს თემა ეხლა რაც შეეხება წარსულს ქავტინგა მე უკვე თქვი რომ ნებისმიერი აზრი შეუძლია თქვენ მათთვის ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი მათ შორის უტიფარი ცილისწამება და სიცრუე მე ასეთი სიცრუე და ცილისწამების სამიზნე ამ ჯგუფების მხრიდან შეიძლება სხვებზე ხშირად ვარ ხოლმე და კი ბატონო ამას იძახიან და მე უნდა პასუხი გავცე ან არ გავცე პასუხი და საზოგადოებამ შეგვაფასოს. ეხლა რა პრობლემა მაქვს მე წარსულის ანალიზთან როცა თქვენ გიყვართ ხოლმე ამის ციტირება. არანაირად თუ პრობლემა არ მაქვს მე ვთვლი რომ აუცილებელია ყოველთვის წარსულის ანალიზი. ყოველთვის. მით უმეტეს როცა შენ ხარ მონაწილე ამისი და არაფერი ამის საწინააღმდეგო არ მაქვს პირიქით მომხრევ ვარ და ერთ-ერთი უთანხმოება საკუთარ გუნდში ყოფილ გუნდში ამის გამოც მქონდა ყოფილ პოლიტიკურ მეგობრებთან. მაგრამ პრობლემას ხედავ სამ ну ჯერთი რამდენად ზუსტია როცა რა 9 წელი ანალიზ ხო და ის ხალხი რომელიც შევრანდის დროს იყო იძახის რომ აი ამ დროიდან უნდა ათვალო პრობლემები და იმის იქით პრობლემები უნდა დაივიწყო მეორე არის როცა ცილისწამებას და უბრალოდ უტიფარ სიცრუეს აქ ადგილი მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემაა როცა წარსულის რეალური თუ უტრირებული პრობლემები გამოიყენება გასამართლებლად დღევანდელი პრობლემების ეს არის საზოგადოებისთვის დამანგრეველი ხო როგორი მართლებიც არ უნდა იყოს არა რატომ ყველაფერი შედარებითია განსაკუთრებით ამომრჩევლისთვის გიგა ძალიან აი ეგ არის პრობლემა აი როცა სარალიდის ამბავზე
თვალშისაცემია. ხო და არა, ქალბატონიკა, აი ამაზე თქვენც არ გეთანხმებით. რაში არ მეთანხმებით? აი თვალშისაცემი იყოს. როცა დღეს აი გეტყვით რაში. როცა დღეს სარალიძის საქმეზე, ხორავას ქუჩის ტრაგედიას. კონკრეტული დისკუსია მიდის. ხო? რომ რატო არ არის დასჯილი მაგალითად კონკრეტული პირი, რომელიც მიმართაც კომისიამ დაადგინა რომ არის მტკიცებულებები მისთვის ბრალის დასაყრდენად მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის. რატო არ არის დასჯილი ის, ვინც მას ხელი დააფარა? ხო? კონკრეტული თანამდებობის პირი, რომლის გამოც თელმა სისტემამ დააფარა ხელი, ხო? კონკრეტული გვარებია ეს რა, ზოგადი ბრალდებები კი არა, გამოკვლეული მტკიცებულებები. და ამაზე პასუხი არის ან ოპონენტის, ან ჟურნალისტის, ან ვიღაცის, კი მარა თავის დროზე რო არ დასაჯეს სწორად გირგულიანის მკვლელები. დიახ. რატო საუბრობთ ამაზე? რა შედეგს იღებს ამით? ხო და მაგას შესაძლოა. არა, შედეგს არა, ალბათ ამ განცხადების ავტორები ვერ გამოდგება, არ მივიღებთ იმ ადამიანებისგან ბრალდებებს, ვინც თავის დროზე არ დასაჯა გირგულიანის მკვლელები. და ჩვენგან კი არ უნდა მიიღონ. გავიგე, ეს შეუძლიათ უთხრა ნაუმრჩეველს არჩევნების წინ, რომ ეს ის ხალხია, რომელსაც აი ეს ვერ გააკეთა, ან ეს გააკეთა ცუდად, ან ეს დანაშაული ჩაიდინა, კი ბატონო, მაგრამ რანაირად ამართლებს ეს იმას, რომ დღეს სარალიძის საქმეზე ვინც მკვლელია და ვინც ხელი დააფარა, ის არ დაისაჯოს. ამას ვიცახ მეტი არაფერს. ამ წარსულის გამოყენება სწორად მოყვანილის ან ხშირად სრული ცილისწამებით ან მოგონით ან უტრირებით მოყვანილის. როცა გამოიყენება იმისთვის, რომ დღევანდელი ტრაგედია ან დღევანდელი პრობლემა იქნას მეორე პლანზე გადატანილი, ან იქნას გამართლებული დღევანდელი დანაშაული, ეს არის საზოგადოებისთვის ცუდი, იმიტომ რომ ეს წინ ვერ წაგიყვანს. ვიმეორებ, ეს იგივე იქნებოდა წინა ხელისუფლებას, რომელიც ნაწილი მე ვიყავი 2010 წელს, რომ ეთქვა, რომ დღეს ხალხს რო არიტაცებენ, ამიტომ არავუშავს, რომ მოხდა რაღაც ტრაგედია. ერთი შეკითხვა თუ შეიძლება, უნდა დაგისვათ, საზოგადოება ესე წინ ვერ წავა. წეღა ნიკამელია საუბრობდა იმაზე, რომ ხვალანზე უკვე ისინი გამოაქვეყნებენ კონკრეტულ მტკიცებულებებს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით და ამის ფონზე იგეგმება 16-ში, როდესაც სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციისთვის ემზადება ოპოზიციის საპროტესტო აქცია. მე მაინტერესებს საბოლოოდ რაზე ჩამოყალიბდა ევროპული საქართველო, თქვენი პოლიტიკური გუნდი უერთდება თუ არა ამ საპროტესტო აქციებს, რომელსაც აანონსებს ნაციონალური მოძრაობა და გაერთიანებული ოპოზიცია. ჩვენ უკვე კარგ ახნის წინ რამოდენიმე დღის წინ დავაფიქსირეთ, რომ ჩვენ არა ვართ ნაწილი ამ საპროტესტო აქციის, რომელიც თელავში იმართება. რატომ თუ მიგაჩნიათ რომ გაკალბდა, რატომ არ ხართ მაშინ ნაწილი? აი რა მაშინ თქვენი ლოგიკა ძალიან რომ მომინდეს რომ წამოყვეთ, აქ როგორ უნდა წამოყვეთ? თუ გაკალბდა ამბობდა არალეგიტიმური იყო, ნუ პირობითად არჩევნები, არ ვიქნებით ამ საპროტესტო აქციის ნაწილი, რას ნიშნავს მაშინ? არა, ნიშნავს იმას, რომ არა ვართ ამ საპროტესტო აქციის ნაწილი, ამას ნიშნავს ხოლმე. ეხლა კითხვა არის რატომ, ხო? ხო, რატომ? იმიტომ რომ ჩვენ პრობლემად ჯერთი სხვა პოლიტიკურ ძალებს სხვა ტაქტიკა აქვს, ხო? ჩვენ პრობლემად ხედავთ ამ შემთხვევაში იმ ილუზიის შექმნას, რომელიც შესაძლოა გაუაზრებლად, მაგრამ მაინც შეიქმნა ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერის, არა ჩვენი პოლიტიკური გუნდის, არამედ ნაციონალური მოძრაობის განცხადების გამო, რომ თითქოს ამ აქციების შედეგად შესაძლებელი იქნება ამ ფაქტის არ დაშვება. სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების, ხო? მივხვდით ხო რას ვიძახი? ანუ სულისკვეთება, მე ვიცი რომ ბევრი განმარტება გაკეთდა რაციონალურ, მიხელ სააკაშვილს მაგალითად. ხო? რომ მან თქვა რომ აი ჩვენ თუ გამოვალთ ქუჩაში, ეს არ უნდა ვაღიაროთ, მე რა რომ უცხოურმა ჩვენმა პარტნიორებმა აღიარეს, მონური მენტალიტეტი არ უნდა გქონდეს, რაღაც ესეთ სულისკვეთება და ჩვენ ამას არ დაუშვებთ. პროტესტი არის არა თუ ლეგიტიმური და ლეგალურად უფლება აქვს ყველა სამშვიდობიან პროტესტის. საფუძვლიანია აღშფოთება საზოგადოების, არა მარტო რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდამჭერების, არამედ ყველასი იმითი, როგორც ჩაატარეს არჩევნები და ამისთვისაც ვითხოვ 5 წუთს მერე რომ ამისთვისაც დამითმოთ. კიდევ ერთხელ. მაგრამ პოლიტიკურ ძალას და ლიდერებს აქვს პასუხისმგებლობა, რომ მოქალაქეებს ეუბნებიან რაღაც გეგმას საკუთარს, ესმოდეთ რამდენად რეალისტურია ეს ყველაფერი და რას მოიტანს. არ უნდა შეუქმნათ შტაბის-ტილება ჩვენ საზოგადოებას, რომ ეხლა საპროტესტო მშვიდობიანი აქციებით მივაღწევთ იმას, რომ ზურაბიშვილი აღარ იქნება პრეზიდენტი. ან თუნდაც რომ ორ თვეში იქნება ვადამდელი არჩევნები, ან თვენახევარში, რაც აი ბოლოს განაცხადა კიდე მიხეილ სააკაშვილმა. ეს ასე ვერ იქნება, ხო? ჯერ ერთი ჩვენ ყველანი ვთანხმდებით, რომ ჯერ საარჩევნო რეფორმა უნდა იყოს. ანუ დღესვე რომ უკვე იმ მდგომარეობაში ვიყოთ, რომ ვაიძულოთ ბიზნეს ივანიშვილი, რაც არის ჩვენი ამოცანა, რომ არჩევნები ჩატარდეს ვადამდელი, ჯერ უნდა იყოს საარჩევნო რეფორმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლით. ანუ ჩვენ ვლაპარაკობთ სადღაც 6 თვეზე ან 1 წელიწადზე, ხო, ჯამში. ხო და ესეთი საპროტესტო ნეხი უფრო ხომაც აიყვანს ხელისუფლებას. აი ამ გადაწყვეტილებაზე. ოღონდ სწორი გზავნილით, ოღონდ სწორი, ქალბატონო ინგა. ოღონდ სწორი გზავნილით და სწორად
სწორი გზავნილით მეთქი, გზავნილით. ქალბატონი მაგას ხსნიდი ეხლა 2 წუთი, რომ ეხლა ნაწილს ჩვენი საპროტესტო ელექტორატის აქვს ეს განწყობა შექმნილი და ეს გზავნილი იყო ლიდერებისგან ნაციონალურ მოძრაობის, რომ არ დაუშვებთ სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებას. მერე ზოგიერთმა სადა განმარტება ამისი, მაგრამ იცით რა, ეს საერთო გზავნილი რომ შეიკრება, მერე ეხლა ცალკეული თუნდაც რაციონალური განმარტება ვერ ფანტავს ამ ყველაფერს. და ამიტომ და მე ამას მოყვება ხოლმე ფრუსტრაცია და იმედგაცრუება და იმედგაცრუება არის ივანიშვილის მთავარი იარაღი შემდეგ საპარლამენტო არჩევნებამდე რომ საპროტესტო ამომრჩეველს რომელიც არის უდიდესი ნაწილი ჩვენი ამომრჩევლის გაუჩინოს ეს განცდა რომ აზრი აღარ აქვს არჩევნებს არაფერი ვერაფერს ვეღარ ვიზავთ და სწორედ ეს გზავნილები ამ გუნდის სხვა წევრებისგან ადრეც გვესმოდა ხო ბატონი სააკაშვილისგან მათ შორის და ეს არის სერიოზული შეცდომები ანუ გზავნილი იყოს კაფიო და კონცენტრაცია უნდა იყოს იმაზე რისი მიღწევათ რეალისტურად ანუ ეხა მოკლე შინაარსი მე რომ გამოვიტანო თქვენი საუბრიდან მოკლე შინაარსი ისაა რომ არასწორი მოლოდინი არ უნდა შეუქმნათ ამომრჩეველს რომ ეს აქცია არის უშედეგო რასაც ეხლა გეგმავს ნაციონალური მოძრაობა და გაერთიანებული ოპოზიცია კი სამწუხაროდ ისეთი მოლოდინები შეიქმნა ამ განცხადებებით რომ ეს მოლოდინები ვერ დაკმაყოფილდება ერთ-ერთ შემთხვევაში ხო ამიტომ არასწორი ტაქტიკა და არასწორი სალომე ზურაბიშვილი არის თქვენი პრეზიდენტი გინდა ჩემი პრეზიდენტი ჩემი რჩეული პრეზიდენტი ჩემი რჩეული პრეზიდენტის კანდიდატი თქვენი პრეზიდენტი რა გულისხმობთ მაშინ უკვე გამარტეთ განცხადებებს ვისმენთ რომ სალომე არ არის თქვენი პრეზიდენტიო და თქვენი განცხადება მაინტერესებს გავიგე ხო და შინაარს მოკლებულია ეს განცხადებები და აქედან გამომდინარე ამ განცხადებებით გამოწვეული კითხვაც ქალბატონო ინგა იმიტომ რომ გამარტე უკვე რომ სალომე ზურაბიშვილს არ აქვს დემოკრატიულ არჩევნებში მიღებული მანდატი მაგრამ ის იქნება საქართველოს პრეზიდენტი და ეს არის მძიმე რეალობა რომელიც ჩვენ მივიღეთ ამ უკანონო და ძალადობრივი მეთოდებით ჩატარებული არჩევნების განსხვავებით მეორე ტურით. ეხლა აი ეს ლოზუნგი რომ სალომე ზურაბიშვილი ჩემი პრეზიდენტი არ არის და გრიგოლ ვაშაძეა ჩემი პრეზიდენტი, ბატონო ვაშაძე თვითონ განმარტა რომ ეს მისი გზავნილი არ არის, მაგრამ საერთო შტაბში ეს შეიქმნა. ეს არის შეცდომა ასეთი გზავნილით მობილიზება ამომრჩევლებს, იმიტომ რომ ხვალ და ზეგ სალომე ზურაბიშვილი იქნება ამ ქვეყნის პრეზიდენტი, შეხვდება ჩვენი მეგობარი ქვეყნების პრეზიდენტებს და მონური მენტალიტეტი აფიშვეში არ არის რომ ისინი ახან ხვდებიან ჩვენ უნდა დავემორჩილოთ. ეს არის რეალობა, ცუდი რეალობაა, მაგრამ ამ რეალობის შეცვლაში შეიძლება რეალისტური ამოცანების დასმა. მაგრამ მაინც მინდა დაუბრუნდე რა 2 წუთი. კი ბატონო, გაძლევთ 2 წუთს და გიავოლსკისთან უნდა გადავიდეთ. ჩვენ გამოვაქვეყნებთ ეხა მასალებსო, დამატებით მასალებიც ნამდვილად ალბათ არსებობს, რომელიც კიდევ უფრო მეტ დეტალს გამოაჩენს იმისი თუ როგორი სამარცხვინო და საზიანო იყო ქართული დემოკრატიისთვის და უსაფრთხოებისთვის არჩევნები რომელიც ჩატარდა განსაკუთრებით მეორე ტური, მაგრამ რაც უკვე ვიცით ჩვენ ის არის საკმარისი და სხვა შორის შინაარსობრივად დისკუსია რაზეც იყო და ჩვენი მხრიდანაც რა კითხვას დაისვა ევროპული საქართველოსგან ჩემგან მათ შორის იყო რომ ერთი თვე გავიდა ახალქალაქის ფაქტიდან ქალბატონო ინგა როდესაც დღისით ბზისით გრიგოლ ვაშაძის შტაბ-ბინაში შევარდნენ ხელკეტებით და იარაღებით შეიარაღებული ჯგუფი ცემეს სასტიკად იქ ყოფილი ოპოზიციის აქტივისტები, ყველა მიცის ვინ ჩაიდინა ეს, ყველა მიცის რომელი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი იყვნენ ისინი ქართული ოცნების კერძო ბატონი დეპუტატი მკოიანის და არავინ არ ისჯება, ხო? აი თავიდან რომ ყველაფერს იქ სხვა ფაქტებიც იყო, დაჭრა მოხდა რაჭაში და მძიმე მდგომარეობაში ეს ადამიანი. აი ეს ფაქტი და ის რაც ნახეთ ყველა, აი რასაც გამოძიება აღარ ჭირდება არაფერი, ხო? რა კრიმინალები რო იდგნენ ყველა უბნების გარეთ, ხო? აი ეს ატმოსფერო ხო ამას დამატებული ის რაც ყველა მიცის ხო რომ იმ დონემდე მივიდა ამბავი მოხელეების დაშინების რომ ერთ-ერთ შემთხვევაში ამას არის საფუძვლიანი ვარაუდი რომ ამ ყველაფრის შედეგად მიღებული სტრესმა გამოიწვია სიკვდილი ადამიანის მაგრამ აი უდაო ფაქტები რო ვიღოთ ამიტომ კონცენტრირდები ახალქალაქის ამბავზე და ღიად გვეუბნებიან რომ არათუ არ დავжит პოლიტიკური სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ამ კაცს ოცნების ხელმძღვანელობამ მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარემ რა გზავნილია ეს არის გზავნილი არათუ წარსულ ხატელზე საუბრობს, ანუ იმის იქით დაბრუნების, რომ ვისაც ძალა აქვს და შეერაღებული რაზმები აქვს, ის განსაზღვრავს ბედს არჩევნების, ეს ძალიან სახიფათო ამბავია და სახიფათოა ყველასთვის, მათ შორის იმისთვის, ვინც დღეს ხელისუფლებაშია, მაგრამ ამ ხალხს და ბიზნეს ევენიშვილს ეს არ ესმის, ეს არის მძიმე რეალობა, ამიტომ ჩვენ ყველამ და ევროპული საქართველოს ამოცანა ეხლა არის ეს, შიდა მობილიზებითაც სამოქალაქო საზოგადოების
და საერთაშორისო ლეგიტიმური ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ლეგიტიმური წნეხის გამოყენებით უნდა ვაიძულოთ ივანიშვილის საარჩევნო რეფორმისკენ გადადგას ნაბიჯები და სხვა მიმართულებითაც უნდა მოახერხოთ იმ ამომრჩევლების წართმევას ქართული ოცნებისთვის, ვინც დაშინების მიღებიცამათ ხმა, ასეთებიც რამდვილად არიან და მათ უნდა ვცეთ პატივი და ეს შედეგი არის მიღწევადი. არავინ არ უნდა გაიტეხოს გული ამ სამარცხვინო საქციელის ფონზე, რაც ჩაიდიანა ქართულ მოწინავე მეორე ტურისას. არჩევნებით ივანიშვილის დამარცხება რეალისტური, პირველმა ტურმა ეს გვაჩვენა. შემდეგ არჩევნებზე კიდევ 200-300.000 ამომრჩეველი უნდა გამოვაცალოთ ამ გუნდს და ჩვენ ქვეყანას დავაბრუნებთ ნორმალური. ნახოთ ამოვა თუ არა ხელისუფლება მოკლედ ამ დათმობაზე ამ პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით. მადლობა გიგა რომ იყავით ჩვენი სტუმარი, გიგა ბოკერია, ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ყავდა ხაზზე. ახლა კი მივესალმები ქართული ოცნების ერთ-ერთ ლიდერს, პარლამენტის ვიცე-სპიკერს გია ვოლსკის. მადლობთ ბატონო გია, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. მოკლედ თქვენამდე ორი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი გვეჯდა, ერთი სტუდიაში და ერთი პირდაპირ ჩართვით ეთერში და ორივე გადანაშაულებთ არჩევნების გაყალბებაში, ძალისმიერი მეთოდების გამოყენებაში და ყველაზე მთავარი რაც იყო, ეხლა გიგა ბოკერია საუბრობდა იმაზე, რომ ქართულმა ოცნებამ მთელი პროცესი ცხადყო, რომ ვის მხარესაც არის ძალა, ვის მხარესაც არისო შეიარაღებული რაზმები და ამისთვის მაგალითად ჩამოთვალეს ჩვენმა სტუმრებმა ახალქალაქი, იგივე უნში მომხდარი ძალიან მძიმე შემთხვევა, იგივე იაკერზაიას საქმე, ზუგდიდის სკოლის დირექტორის, ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ძალა თუ იქნება რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ხელში, ამ შემთხვევაში ოცნების ის ყოველთვის მოახერხებს არჩევნების გაყალბებას. მოდით დავიწყოთ ჩვენი საუბარი ამ თემით თუ შეიძლება. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, ჯერ ერთი პრინციპში ორი პოლიტიკური ძალის ხელმძღვანელი, რატომ რამოდენიმე პოლიტიკური ძალის არა, ეს მთელი ერთი გუნდია. ერთი გუნდი იყო ყოველთვის, ერთი მისწრაფება, ერთი პათოსი და ერთი ხედვა ჰქონდათ. მე არ მახსოვს ზუსტად დეტალები, მაგრამ რაც ზუსტად ვიცი, ახალქალაქში რამოდენიმეჯერ ჩავედი, ვითარება აბსოლუტურად სხვანაირი იყო. აი არის ერთი შეძლებული ადამიანი, რომელსაც თავის დროზე ნაცმოძრაობა, როცა ერთად იყვნენ, თუმცა არც ეხლა არიან ცალ-ცალკე, გადასცა უშველებელი ქონება კაპიკებში, გამდიდრდა რაისიანია გვარად და მან გაუკეთა მობილიზება გარკვეულ ზონდერ ჯგუფს, რომელიც პირად შეურაცხყოფაზე იყო ორიენტირებული და საკმაოდ მძიმე გინებით, ლანძღვაგინებით გააკეთეს შეტევა კონკრეტულ ადამიანებზე იმისათვის, რათა იქ იმ რაიონში, ეთყობა ამას აქ გარკვეული მნიშვნელობა, იქ იმ რაიონში დემორალიზაცია მოეხდინათ გარკვეული ჯგუფის, ასე აპრავებს ქართული ოცნება ენზელ მკოიანს, ბატონო გია, პარლამენტის თავმჯდომარის მხარდაჭერაც გაიხსენა წეღან გიგა ბოკერიამ. ძალიან უცნაურია, რატომ გადაწყვიტა თქვენმა გუნდმა, რომ აი ყველაფერი გადააბრალოს ოპონენტებს და არაფერ შუაშია, არაფერი არ აკავშირებს თქვენს თანაგუნდელს, ამჟამინდელს, ბატონ მკოიანს, იქ მომხდარ ძალიან მძიმე შემთხვევასთან? ჩერესერთი მე არ მოველოდი, რომ თქვენ ეგ სიტყვა არ უნდა ეხმაროთ. ასე ვაправებინებ რაშო. რა თქმა არის. მე გიყვებით სიტუაცია რა მოხდა. მოხდა ჩხუბი, მე შემდეგ სამონტყოფოში ვერ გამოწერეს სამონტყოფოდან ადამიანები და ამტკიცებდნენ, რომ მათ მძიმე დაზიანებები აქვს. ამ სამ თემაზე გამოძიება მიმდინარეობს. ერთი თვეა. თუ ორი თვე არის გამოძიება მიმდინარეობს და არ ყოფილა შემთხვევა, როცა რამე შედეგი არ დამდგარა. მე რეალური სიტუაცია აგიხსენეთ და არაფრის გაправებას არ ვაპირებ და მე აქ არა ვარ ის ადამიანი, ვინც გამправებელია რაღაცის და შეურაცხყოფას ნუღა მომაყენებს. ბოდიში თუ შეურაცხყოფად მიიღეთ ჩემი ნათქვამი, იმიტომ რომ პარლამენტის თავმჯდომარის მხარდაჭერაც ბატონი დეპუტატის მიმართ ენზელ მკოიანი მყავს მხედველობაში, ეს იმაზე მიუთითებდა და ეხლა თქვენს მიერ მოთხრობილი ამბავიც, რომ ქართული ოცნება აი აპრიორი ამტკიცებს, რომ არაფერ შუაში არ არის დეპუტატი, რომელზეც ოპოზიცია საუბრობს, რომ მან მოაწყო ეს ყველაფერი. მით უმეტეს, რომ გამოძიება თუ არ დამთავრებულა, ასე დასკვნით ფორმაში, რატომ გვესაუბრებით მაშინ ახალქალაქის შემთხვევაზე, ხო?
და გესაუბრებით ისე, რომ მოგაწოდოთ ინფორმაციას ტელევიზია გამოძიებაზე ხო არა ვარ რა. გეუნებით ინფორმაციას გაწვდით და თქვენ მე მიტევთ საფსევით უსაფუძვლოდ. აქედან გამომდინარეობს ჩემი პასუხიც. არ გიტევთ ბატონო გია გისვამთ შეკითხვებს რომელიც არსებობს საზოგადოებაში და ეს შეკითხვები არის და არანაირ შემთხვევაში ეს არ არის გიტევთ. კარგით, არ გინდა დაუშვათ ბრალდებებზე პასუხი ნაციონალური მოძრაობის. მე გავიგე ხა თქვენ გადახვედით ძალიან ისეთ მტკივნეულ თემაზე საზოგადოებაში რა კითხვებია? საზოგადოებაში არის კითხვებია, რომ ადამიანები რომ მოიჭრებიან ერთი წუთით რა, გავიგე ხო, რომ მოიჭრებიან ადამიანები და სახეში რო გიყურებენ და დედას რო გაგინებენ და თან კიდევ ფიზიკურადაც ზალადობენ, მაგრამ ეს ზალადობა არ გამოიხატება, ვთქვათ, მუშტების კნევაში, ჩამოხევა, დედის გინება, სალომე ზურაბიშვილის გინება და შეურაცხყოფა უშვერი სიტყვებით, მე არ ვიცი ხლა. იმ სიტყვებს ვერც გავებერებ ტელევიზიაში კი არა, მეგობრებში ვერ ვიტყვი. და ამის საფუძველზე ხდება ჩხუბი. და ვის დავაბრალო ხლა მე აქ არა გამომძიებელმა. და გედაოთ იმაში ვაправებ თუ არ ვაправებ, მე რეალურ სურათს გიხატავთ. და ამასთან დაკავშირებით მე ამოვწურე, გითხარით უკვე რაც მოხდა და ეს არის ამ თემაზე მიმდინარეობს მსჯელობა და გამოძიება. ვნახოთ როგორ დამთავრდება. ხო, ნახოთ, ელოდება ბევრი ადამიანი ამ პასუხებს, იმიტომ რომ ეხა ცოტა ხნის წინ მაგალითად ნიკა მელიამ დაანონსა ასეთი რამ ბატონო გია, რომ ჩვენ ხვალანზე გამოვაქვეყნებ ძალიან ბევრ ვიდეო მტკიცებულებას არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, მოკლედ ოპოზიცია, ამ შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობა, გაერთიანებული ოპოზიცია არ აღიარებს სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად, არ აღიარებს მის გამარჯვებას და 16-ში როდესაც ინაუგურაცია გაიმართება ახლად არჩეული პრეზიდენტის, ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტის, ამის პარალელურად იგეგმება დიდი საპროტესტო აქცია. როგორ წარმოგიდგენიათ, აი რა რეჟიმში უნდა იცხოვროს ქვეყანამ, როცა ერთის მხრივ ინაუგურაცია ტარდება, მეორე მხრივ კი აი 800.000-მდე ხმით გამაგრებული ოპოზიცია მოაწყობს აქციებს. მე არ მგონია რომ ჩვენ მარტო ცუდი მხარე უნდა დავინახოთ იმაში რომ საზოგადოების აზრი გაიყო. ერთ მხარეს მეტია, მეორე მხარეს ნაკლები და ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში არჩევნები ესე ტარდება ზუსტად. ეხლა ტრამპს მეტმა დაუჭირა მხარი, მაგრამ არ აღიარებენ მას როგორც პრეზიდენტად, მათ შორის დენი როსმა უსმინეთ ალბათ ეხლა ბოლოს მის გამოსვლას. ეს ხდება ეგეთი რამე, მაგრამ რეალობა ის არის, რომ ეს არის პრეზიდენტი, რომელიც უნდა მუშაობდეს იმ საკონსტიტუციო ნორმებიდან გამომდინარე, რომელიც პრეზიდენტს განესაზღვრება და დამთავრდა. აქ აღარ არსებობს სხვა არაფერი გარდა საერთაშორისო დამკვირვებლების მტკიცებისა იმის თაობაზე, რომ არჩევნები მართლაც რაღაც გარკვეული დარღვევები ჩატარდა, ისევე როგორც არაერთ დემოკრატიაში. მაგრამ ამას შედეგებზე არ უმოქმედია. ეგ ერთი საკითხი და მეორე საკითხი ჩვენ ხელისუფლების ვინც არის ხელისუფლებას გულისხმობ უმრავლესობას არავითარ შემთხვევაში 780.000 ადამიანი არ უნდა განვიხილოთ როგორც ნიკა მელიას მიმდევრები. ნიკა მელიას რა გარკვეული ნიკა მელიას მიმდევრები არა, თქვენი მოწინააღმდეგეები და ეს არ არის ცოტა ძალიან ბევრი ადამიანისგან მოვისმინე მე ამ არჩევნების შემდგომ დღეებში, რომ როგორ მოახერხა რომ ამ ადამიანმა მის წინააღმდეგ მისცა ხმა, დიახ. თქვენ რა გინდათ თქვათ, რომ რახან ჩვენ არ მოგცა ხმა, ამიტომ ნიკა მელიას ზურგს უმაგრებს. ეს ხალხი არა თქვენ თუ არ მოგცათ ხმა ხალხი არ მოგცათ თავის შეხედულებები თქვენ ზუსტად იცით ამ 780.000 როგორ არის გაყოფილი რამდენმა ადამიანმა არა მე ის ვიცი რომ ამ 780 ადამიანმა თუ 800.000-მდე ადამიანმა შემოხაზა გრიგოლ ვაშაძე რატომ შემოხაზა ეს უნდა გაანალიზოთ და ნაკლებად სხვა ალბათ ყველაზე მეტად ეს თქვენი პრობლემაა როგორ მოხდა ისე რომ ამ ადამიანმა შემოხაზა მადლობა რჩევისათვის კი, მაგრამ თქვენ ამაზე ხვალ ეს მეორე საკითხია. თქვენ ის პირველი საკითხი მინდა დავამთავრო პასუხი. თქვენ თვითონ 780.000
ადამიანი ზურგამაგრებული მელია აპირებს ჩატარებას მრავალათასიანი მიტინგის და ჩვენ აგვეშველება ეგრე არანაირად დასმული საკითხი არა რა რეჟიმში უნდა იცხოვროს ქვეყანა ეს კითხეთ რა რეჟიმში უნდა იცხოვროს ქვეყანამ და იმ რეჟიმში უნდა იცხოვროს როგორც 21 საუკუნის დემოკრატიული ქვეყანა ცხოვრობს გუში რაც ნახეთ 21 საუკუნის პარლამენტი იყო ბატონოგია 21 საუკუნეზე გააკეთეთ ეხლა აქცენტი და ის რაც გუშინ პარლამენტში ხდებოდა სხვათა შორის ოპოზიცია ხელისუფლებას ადანაშაულებს ეხლა გუშინელ დღეზე გადახდა რაიმე ცოცხალი დიალოგია თუ გნებავთ გავჩერდები და მარტო ერთ საკითხებისა ცოცხალი დიალოგია 21 საუკუნე ახსენეთ და გუში რაც ჩვენ ნახეთ პარლამენტში ეს არის ნორმალური ის სურათი რაც ხდებოდა საქართველოს პარლამენტში ეხლა მე რო გითხრათ თქვენ რომ ესეთი ხდება სხვა პარლამენტებშიც და საკმაოდ განვითარებულ დემოკრატიებშიც მეტყვით რომ გუშინელ დღეს ვაправებ გასაправებელი აქ არაფერი არ არის აქ მოხდა ის რაც მოსალოდნელი იყო რომ მოხდებოდა როდესაც თემას თქვათ ხელისუფლება ახალ წელს იწყებს იმითი რომ 600,000 ადამიანი ხდება ბანკების ვალის გარეშე როდესაც ამდენი ბავშვი მიიღებს დამატებით დახმარებას როდესაც სოციალური პროგრამების მთელი რიგი ჩამონათვალი გააკეთა ფინანსთა მინისტრმა რასაკვირველი ამ დროს უნდა გააკეთო კონკრეტული ნაბიჯი რათა თელავში შეკრიბო ხალხი შენი მომხრეები რომლებიც გარკვეულ პოლიტიკურ ამოცანებს ისახავენ მიზნად და უნდა გამოხვიდე ამისათვის და უნდა აჩვენო ამხელა მოსკულები გაქვს თუ კუნთები მithumetes მართლა არაკლია კუნთები მელიას გელივით იქცეოდა გამოვიდა შეურაცხყოფა მიაყენა ყველას და ყველაფერს და ძალიან კარგად იცის თქვენ არ გეგონოთ რომ ის ემოციებით ლაპარაკობს საკმაოდ სერიოზული უშიშროების სასწავლებლის სკოლაა გავლილი ზუსტად გააკეთა ის რისი ამოცანაც ჰქონდა და მთელი ჩვენი მედია თქვენი ჩათვლით გადაერთო ამ საკითხთან ამ საკითხზე ეს იყო ამოცანა და ყველაფერი ყველა თემა ბიუჯეტი კონკრეტული საკითხები მიმართულებები თემები ყველაფერი გადაფარა გუშინდელმა დღემ დიდი ბოდიში მაგრამ ბიუჯეტისთვის კვორუმი როგორც ვიცით თქვენ ვერ შეკრიბეთ ამ შემთხვევაში სხვაგან გადაიტანთ სხვაგან ისვრით მე კვორუმზე არ ლაპარაკობ არა ბიუჯეტი ახსენებდა მე კვორუმზე არ ლაპარაკობ ვახსენე და ვახსენე მე ვახსენე შინაარსი თქვენ ძალიან ცდილობთ რომ სხვა რამეზე გაბარ შინაარსი ვახსენე სწორედ ეგ არის გადატანა ყურადღების მე ვახსენებ შინაარსს თქვენ მეუნებით კვორუმს მე თუ გინდათ კვორუმზეც გაგცემთ პასუხს თუ ამასთან დაკავშირებით გაქვთ რაიმე შეკითხვა ბატონო გია აი თქვენ ახსენეთ შინაარსი და ჩამონათვალი გააკეთეთ ხო ეხლა დაუშვათ იმ საკითხების რომლითაც ქართული ოცნება თავს იწონებს სხვათა შორის მე უნდა ვიყო ობიექტური და უნდა ვთქვა რომ ჩემს გარშემო ძალიან ბევრმა ადამიანმა მაგალითად იგივე ვალების ჩამოწერასთან დაკავშირებით იხეირა პირდაპირი მნიშვნელობით და ძალიან ბედნიერები იყვნენ, მაგრამ ამის მიღმა სურათი არ არის სახარბიელო. აი მე მინდა ეხლა გიორგი მარგველაშვილის დღევანდელი განცხადებიდან პატარა და ამონარიდი წაგიკითხოთ. ქართული ოცნებაო ქართველ ამომრჩეველს მუდმივად აშანტაჟებს. არ შეიძლება 6 წელიწადი ფაქტობრივად შენს ამომრჩეველს აშანტაჟებდე და ამადლიდე იმას, რაც მან გააკეთა. როგორ უპასუხებდით თქვენ საქართველოს ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტის ძალიან კრიტიკულ შეფასებას, მაგალითად იგივე ჩატარებულ არჩევნებზე, დაშანტაჟებაზე და ასე შემდეგ. საინტერესო შეკითხვა, ხანდახან გამოგდით ხოლმე კარგად. 1000 ერთხელ თუ გამოგდის, კმაყოფილი ვიქნები, მადლობა. არა, ხშირად გამოგდით.
ჩვენ ხო ეგეთ რეჟიმში პაიკრობთ ხოლმე და მე მგონია რომ არა ამ შემთხვევაშიც არაადეკვატურია. ხშირ შემთხვევაში არაადეკვატურია, თვითონ მგონია რომ ადეკვატურია. მე მგონია რომ არ არის. ჩადასერთი პირველ რიგში უნდა ვთქვა რომ არაფერი სახარბიელო თავის მოსაწონი და სატრიპაჩო სატრაბახო. მაგაში არ არის ის რომ ადამიანების ძალიან დიდი რაოდენობა შენ დახმარებას საჭიროებს, კერძო პირზე მაქვს საუბარი ბიძენა ივანიშვილზე. ან აბასტუბაზე ნახეთ რა ამავე ატეხეს. რო იქ მთელი რეაბილიტაცია კეთდება სუფთა ქალაქი ჰაერის დაბინძურების გარეშე ჰაერი და რა კომენტარები კეთდება ნახეთ. ეს პატარა სურათია და გადაიტანეთ ის დედემაზე დიდ ფორმატში და ზუსტად მიიღებთ ყველაფერს ზუსტ აღწერილობას ვითარების რა ჩვენ ქვეყანაში ხდება. არაფერი სატრაბახო მაგაში არ არის. ამდენი ადამიანი სოციალურად გაჭირვებული რო ყავს, მე ვერ ვგრძნობ რომ რაიმე სატრაბახო იყოს. სიცოცხლე არის გადასარჩენი ადამიანების, სამწუხაროა ის რომ ძალიან ბევრი უამრავი პრობლემები მივიღეთ მემკვიდრეობით და ეს გასაკეთებელია და არავინ არაფერს არ აყვედრის, არავის. და უფრო მეტი შემილია კიდე გითხრათ, მაგრამ მე მერიდება რომ დაყვედრება არ გამოვიდეს. თუნდაც ის სოფლები, სადაც წყალი შევიდა, თენი შევიდა, გაზი შევიდა, უამრავი ადამიანი, ვინც სიკვდილის სარეცელზე იდგა და წამოდგა ფეხზე. და უშველებელი რაოდენობა იმ ადამიანებისა, კიდევ რომელსაც შანსი მიეცა, რომ გააგრძელოს ნორმალური ცხოვრება და თავისი რესურსი ჩადოს ბიზნესის განვითარებაში. თუმცა ამის პარალელურად უამრავი ადამიანია ქვეყანაში, რომელმაც ქართული ოცნების დაპირებების მიუხედავად, ჯერ კიდევ 2012 წლის დაპირებების მიუხედავად, ვერც განახევრებული ტარიფი იხილა ამ ქვეყანაში, ვერც გაიაფებული ფული, ვერც სამსახური იშოვა, ემიგრაციაშიც მოუხდა წასვლა და არც ის იცის როგორ უნდა არჩინოს ხვალ თავისი ოჯახი და ეგებ ამიტომაც მე 7 წლის თავზე ლამის 1%-იანი სხვაობა დაგიდოთ ამ არჩევნებზე თქვენმა მომრჩეველმა. მე კიდე ერთხელ ვამბობ, არაფერი მაგაში ტრაგედია არ არის თუ გარკვეული რაოდენობა ადამიანების აბა 100%-იან შედეგს ხო არ დავდებით. ეგ ერთი. რაც შეეხება იაფ-ფულს, მოვიგონოთ ერთი დასეტყვილი კახეთის ვენახები. იაფ-ფულზე რომ ვლაპარაკობთ, თან საერთოდ უფასო ფულზე. მოვიგონოთ უამრავი ადამიანი, თუნდაც ეხლა, რომელიც გამოვიდა მდგომარეობიდან. ეს რა არის, ვერ გავიგე, იაფი ფულია თუ საერთოდ უფასო ფულია მიცემული. ეს ერთი საკითხია და მეორე საკითხი თქვენ აგავიწყდათ ის, რომ რამდენი ირონიული გამოთქმა თქვამი იყო იმასთან და აგუგუნებულ ქარხნებთან დაკავშირებით. მაგრამ აწარმოეს საქართველოში პროექტი 300-მდე საწარმოს ითვლის უკვე. აგუგუნდა ქარხნები მეციკლის კიდე სოფლის მეურნეობის პროექტები. აგუგუნდა ანუ ქარხნები ქვეყანაში. არა, არ ვახდენ უტრირებას, თქვენ თვითონვე ახსენეთ ეს ორი. არა, რანაირად აგუგუნდას თქვენ ამბობთ. ანუ დღეს უკეთესია მოსახლეობის ეკონომიკური, სოციალური მდგომარეობა? ამას ამბობთ, მას 800,000-მდე ადამიანმა რატომ მისცა ხმა თქვენს წინააღმდეგ? თქვენ ახლა წახვალ, წამოხვალ სხვადასხვა ვაგ ბრუნდებით, რომ 800,000-მდე. არა, ეს დიაგნოზია მდგომარეობის, ბატონო გია, დიაგნოზში გულისხმობ ამომრჩევლების ძალიან დიდ რაოდენობას, რომელმაც დააფიქსირა. მე ოფიციალური ციფრი მომყავს, ხო რომ მას ის არ უჭერს მხარს ხელისუფლებას, დიახ? კი, გასაგებია, მაგრამ იგივე საზღვარგარეთ წასულები ჩვენ პერიოდში გაცილებით ნაკლებია და ბალანსი საკმაოდ ისეთი დამაჯერებლად თუმცა საზღვარგარეთ ყველა უბანი წააგო თქვენმა ხარეს, რომელსაც ბოლო 6 კარგით ეხლა რამდენჯერ უნდა თქვათ. გასაგებია, ალბათ თქვენ რა გიდათ, რომ 100%-ით მოგვეგო ეს არჩევნები თუ 780,000 ადამიანიდან ძალიან ბევრია უკმაყოფილო და სწორად არც არის უკმაყოფილო. მე თუ დამიჯერებთ, გაცილებით მეტი ადამიანია ისეთი, რომელიც არც ნაციონალურ მოძრაობას უჭერს მხარს. და ხშირ შემთხვევაში შენს საპირისპირო დაძლევს ხმას ამ 780,000 ადამიანიდან ესეთი საკმაოდ ბევრია.
და არის ადამიანები, რომლებმაც გარკვეული სამართალი ვერ იპოვეს. თუნდაც იმ სოციალურ თემებში, რომელიც თქვენ იმას გავიმეორებ, ასე ტრაბახობთ. არის უამრავი ადამიანები, ვისაც სოციალური დახმარება მოუხსნეს, იმიტომ რომ ორგანიზება ცოტა სხვანაირად უნდა გაკეთდეს და ამის თაობაზე უახლოეს პერიოდში მივიღებ გადაწყვეტილებებს და კიდევ ბევრი სხვა რა შეგვიძლია გაცილებით მეტი დავასახელო, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ ის მინუსები, რომელიც გამოსასწორებელია. ბატონო გია, აი სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობის დახურულის ხდომა და რამდენადაც ცნობილი იყო, შესაძლებელი იყო განხილულიყო მომავალი ცვლილებების საკითხი. არ ვიცი საერთოდ ეს თემა განიხილეთ თუ არა, მე ეთერში ვიყავი, ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ შეგიძლია დამიდასტუროთ, რომ აი თუნდაც თქვენს მიერ ჩამოთვლილი პრობლემების კვალ მთავრობაში იგეგმება საკადრო ცვლილებები. ერთ-ერთი ვერსია არის გახარია პრემიერად, ერთ-ერთი ვერსია არის ძალიან დიდი ცვლილებები არა მხოლოდ მინისტრთა კაბინეტში, არამედ საპარლამენტო დონეზე. მათ შორის ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის უმრავლესობის ლიდერის. რას მეტყვით აი ამ გავრცელებულ ხმებზე? მე მეკნებოდა მაგაზე პასუხი, თქვა თქვენ რო გქონდეთ შეკითხვა, რომ აი ამ ფაქტების გამო ამის ჩამონათვალი ხომ არ იგეგმება ამა თუ იმ ადამიანის განთავისუფლება. ეგ ერთი საკითხია. მეორე, მე ვფიქრობ, ჩემი აზრია ეგეთი და მე მგონი ბევრი თქვენი მაყურებელის დამეთანხმება, რომ თვითონ საკადრო ცვლილებებზე ლაპარაკი აი ესეთი თემაა, იცით? აინტერესე სკანდალურია უფრო. არა, ბიძინა ივანიშვილმა ხო დაანონსა გარკვეულწილად. აი გაიხსენეთ მისი განცხადებები არჩევნებამდე, რომელიც კარგი, მახსოვს ყველაფერი და თუ არ მაცალეთ, მე ხوار შემიძლია ბოლოდან დავიწყო რაღაცა სვანი. გაშვენებთ პარალელურად ფაქტებს. დიდი მადლობა, რომ შემომაშველეთ ფაქტები, მაგრამ მე უფრო სერიოზულად მინდა ამაზე გავცე პასუხი. ხშირ შემთხვევაში ამას ელოდებიან სკანდალის მოყვარული თუნდაც ჟურნალისტები. მე გეუბნებით, რომ არსებობს მთელი ჩამონათვალი, რომლის მხოლოდ ნაწილი გააჟღერა ბიძინა ივანიშვილმა, როგორც პარტიის თავმჯდომარემ, საკითხების, რომელიც უნდა გადაწყდეს და განვითარდეს გარკვეული სტრატეგიული მიმართულებები. მე მოხდება ზუსტი ანალიზი იმისა, რამდენად შესაბამისობაშია ამ მომცანებისა საკადრო შემადგენლობა. რაც შეეხება მამუკა ბახტაძეს, თქვენ კარგად გახსოვთ, ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრის პოზიციიდან დაიწყო ისეთი იდეების და ისეთი ინიციატივების წარმოყენება, რომლის რეალიზაცია ეხლა ხდება და მნიშვნელოვანწილად გამართა ადამიანები წელში. მე ესე მგონია, რომ ესეთი უსაფუძვლო, წინაპირობო საუბარი მხოლოდ საკადრო ცვლილებებზე, კონკრეტულ გვარებზე, რომ ის წავა სხვა მოვაჭრები, ყველაზე კარგი სიტყვა, რომელიც მოვისმენთ ხოლმე. თქვენ არიცით სხვათა შორის მაგის თქმა, მაგრამ ლაპარაკ სადო წყაროზე დაყდრობით იციან ყველაფერი გამოჩნდება, იქნება ამაზე სერიოზული ლაპარაკი, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ვილაპარაკოთ გეგმებზე. იმ თემებზე, რომელიც თუნდაც ამ ბიუჯეტის პროექტშია ასახული. ასე რომ ეს არის მთავარი და შემდეგ უკვე ამის შესაბამისობაში მოყვანა იმ საკადრო შემადგენლობის, რომელიც გაგვაჩნია. ბატონო გია და ბოლოს ერთი კითხვა მინდა დაგისვათ, აი როცა თქვენ საუბრობდით თქვენს მიერ გაკეთებულ სიკეთეებზე, ამასობაში გწერდნენ ჩვენი მაყურებლები, ქვევით, რომ აი მარტო პურის ფასი ეყოფა ამ ხელისუფლებას იმისთვის, რომ მიხვდეს, რომ პურის ფასის გაძვირებით მიხვდეს, რომ მძიმედაა ქვეყანაში საქმე და საერთოდ ცხოვრება არის გაძვირებულიო. ძალიან რთულია, ძალიან გაგიჭირდებათ მით უმეტეს დარჩენილ არც თუ ისე დიდ დროში შემდეგ საპარლამენტო არჩევნებამდე, რომ თქვენ ამომრჩევლის გული მოიგოთ, იმიტომ რომ ვალების ჩამოწერა იყო ძალიან კარგი იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს პრობლემა მძიმე ტვირთად აწვა, მაგრამ ამის პარალელურად
ვთქვათ, ადამიანებს ძალიან ბევრი და ძალიან მძიმე პრობლემა აქვს. აი, ქვეყანაში ჩატარდა არჩევნები, ცოტა ხანში გაძვირდა პური. ამასობაში გამოდის მაგალითად პრემიისა, რა ქვია, ეკონომიკის მინისტრი და ამბობს, რომ საბჭოთა კავშირი კი აღარ არისო, რომ მთავრობამ გადაწყვიტოს რა უნდა ღირდეს პურიო და ასე შემდეგ, მოკლედ. ხალხს სიმართლე უნდა უთხრათ, იცი, არ შეიძლება იმაზე ლაპარაკი, რომ აი პურის გაძვირებით შენ პოლიტიკურ თემაში გადაიყვანო და ვიღაცას ნიშნის მოგებით ესაუბრო. თუ სოფლიო ბაზარზე ხორბალი ძვირდება, ან საწვავი ძვირდება, ეს შესაბამისად აისახება ფასებზე, რომელიც არის უკვე მაღაზიამდე მოდის, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში დარეგულირდება, ვინაიდან საკმაოდ ისეთი პოზიტიური ცვლილებების მოლოდინშია სოფლიო. მე ერთი საკითხიც არის, ძალიან ძნელია, მაგაში მართალი ხარ და გეთანხმებით და ბევრსაც აქვს ეს საუბრის დეფიციტი, იცით, ადამიანებს. ლაპარაკი მინდის იმაზე, რომ ძალიან ურთულესი პროცესები მიმდინარეობს ჩვენ გარშემო. ჩვენ იმდენი პრობლემები გვაქვს სახში, რომ ხშირ შემთხვევაში გვავიწყდება რა მძიმე ვითარების ეპიცენტრშია ეს ჩვენი ქვეყანა მოქცეული. ასე რომ ჩვენ სეგმენტი ვართ საკმაოდ რთული პროცესებისა, რომელიც სოფლიოში მიმდინარეობს და ესეთი თქვათ წამოძახილი იმასთან დაკავშირებით, აი თქვენ ტრაბახობთ, თქვენ თავს იწონებთ, არასწორია, ჩვენ მუშაობთ. მადლობა. და მე არ მგონია, რომ მე თვითონ გესახებით ისეთ პიროვნებად, რომ აი ოღონდ პარტიამ გაიმარჯვოს და ოღონდ მე ვიყო ჩემ ადგილზე დაჭედებული, რომ აი ეს არის ჩემი და მე არა ვარ პოლიტიკური ცხოველი და ჩვენ გუნდში ძალიან იმიტომ მომწონს და კომფორტულად ვხსნობ თავს, რომ არავინ არ ფიქრობს იმაზე, რომ აი პარტიის გამარჯვება არის მთავარი და მეორე ხარისხოვანია ყველაფერი დანარჩენი. დიდი მადლობა. არწმუნებთ, რომ ძალიან ბევრი საკითხი იქნება მოგვარებული და გარწმუნებთ, რომ ძალიან საინტერესო პროექტების მომსწრეები გახდებით. დიდი მადლობა. გია ვოლსკი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ახლა რეკლამაზე გავდივარ, დავბრუნდები ძალიან მალე რეკლამის შემდეგ დაგვალოდეთ. და ერთი ინფორმაცია მინდა გაგაცნოთ თელავის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით 14, 15 და 16 დეკემბერს ქვემეხებიდან ერთობლივი გასროლა მოხდება. მუნიციპალიტეტის ოფიციალური Facebook გვერდი მოქალაქეებს ამ ინფორმაციის გავრცელებას თხოვს. მოსახლეობის საყურადღებოდ გაცნობებთ, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით 2018 წლის 14, 15 და 16 დეკემბერს 13 საათიდან 15 საათამდე პერიოდში მოხდება ქვემეხებიდან ერთობლივი გასროლა. გთხოვთ გაავრცელოთ აღნიშნული ინფორმაცია, წერია მუნიციპალიტეტის ოფიციალურ Facebook გვერდზე. მოკლედ ხელისუფლება ემზადება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის, როგორც ჩანს ქვემეხებით, ოპოზიცია კი ზუსტად იმ დღეს საპროტესტო აქციებისთვის, როგორც ნიკა მელიამ ჩვენს ეთერში დაანონსა, არჩევნების გაყალბების ვიდეო მტკიცებულებებით. ვნახოთ სულ რაღაც 3 დღე ღარჩება პრეზიდენტის ინაუგურაციამდე, როგორი იქნება 16 დეკემბერი. დიდი მადლობა, რომ გვიყურეთ. ახლა ეთერში შემოვა ეთუნა ინსკირველი და დღის განმავლობაში განვითარებულ ყველაზე საინტერესო ამბებს მოგიყვებათ. ნახვამდის. სოციალური პაკეტის მოდელი გამთელობის, რომელიც მომიხსნეს. მოვიდა სოციალური